მოგესალმებით. GeoForce-ი წარმოადგენს პროექტს Millennials, მე კი ნუკლი შოშიაშვილი ვარ და დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი პეტრე მამრაძე, არქივარიუსი ქართული პოლიტიკური ცხოვრების და არა მარტო ქართული პოლიტიკური ცხოვრების და დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ქართულ-ირანული და ქართულ-ისრაელის ურთიერთობები. არა მარტო მიმდინარეობს კონფლიქტი, არამედ გვაინტერესებს ჩვენი ხედვით, ჩვენი წარმოდგენებით, ჩვენი ისტორიით, უახლოესი ისტორიით, როგორი ურთიერთობა ქონდა ერთ ქვეყანასთან, როგორი ურთიერთობა ქონდა მეორე ქვეყანასთან. მე ამოვწერე რამოდენიმე, ესე იგი, თარიღი, მნიშვნელოვანი თარიღი, მაგალითად ის, რომ ერთ-ერთი პირველი იყო ირანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 92 წელს ოფიციალურად დამყარდა საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო 93 წელს ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჩაფრინდა ირანში და მოეწერა ხელი ხელშეკრულებას მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. ამ ხელშეკრულების მიხედვით საკმაოდ ღრმა ეკონომიკური ურთიერთობები გაფორმდა, მაგრამ მაშინ ამერიკელებს არ მოიწონათ ეს, გარკვეული შენიშვნებიც იყო. თუმცა ეს ურთიერთობები მაშინ ისეთი დაძაბული არ იყო, დასავლური ირანული ურთიერთობები, როგორც ეს დღეს არის. კი, თბილიც არ იყო, მაგრამ არც ესეთი დაძაბული არ იყო, ამიტომ 95 წელს ჩვენთან ჩამოვიდა ირანის პრეზიდენტი რაფსანჯანი, რომელიც აინტერესებდა ფოთლის სპორტი. და პირადად მოითხოვა, რომ ფოთლის სპორტი ერჩვენებინათ, მეგონი ვერტფრენით აჩვენა შევარდნაძემ და მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ესე იგი გზა ევროპისკენ საქართველოს გავლით და ეს დიდი პროექტი იყო. უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში ეს ფართო ხელშეკრულებების მიუხედავად იყო ცდელობა ბირთვულ პროგრამაზე თანამშრომლობის ქართული ფიზიკოსები საკმაოდ აქტიურად ჩადიოდნენ ირანში, მაგრამ შემდეგ ამერიკელების ესე იგი ეს მხარდაჭერით და უფრო ზეწოლით ეს პროექტი შეჩერდა და აი სწორედ მაშინ იწყება უკვე ეს პროექტი, რომელსაც ქვია ის, რომ ქართული ფიზიკოსების დასავლეთში გადინება. აი აქ პროექტს მეგონი ერთ-ერთი პირველი იყო გიორგი დვალიც. ეს იყო ამერიკელების შემოთავაზება, რომ ჩვენი ფიზიკოსები და ჩვენი რაღაც მეცნიერები არ წასულიყვნენ ისეთ ქვეყანებში, როგორც ირანი არის. ამის შემდეგ უკვე ესე იგი ხელისუფლება რო იცვლება, იწყება გარკვეულწილად, ესე იგი გადაწყობა, მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქართულ-ირანულ ურთიერთობაში 2006 წელი, როდესაც რუსეთმა ესე იგი ენერგობლოკადა შემოგვაქცია პრაქტიკულად და საქართველომ გაზი იყიდა იმ პერიოდში ირანისგან. დაგვეხმარა პრაქტიკულად ძალიან სერიოზულად. იმის მიუხედავად, რომ ამერიკელები დროებით ამას გაგებით შეხვდნენ, შემდეგ მაინც დაგვიქნიეს ამაზე, რომ ეს არ უნდა გაგრძელებულიყო და ესეთი ორცეცხლშოვა აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, პროამერიკული პოზიციები დავიკავეთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის უკვე აი პრობლემა 2009 წლის ოქტომბრის ამბები და ამ შემთხვევაში ნარდესტანის ესეთი კომპანია იყო, რომელსაც უნდოდა აქ აეშენებინა ალუმინის ქარხანა. უნდა ჩადებულიყო 1.2 მილიონის ინვესტიცია და სადღაც 2000-მდე ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. თუმცა აქ კვლავ ჩაერთვნენ ამერიკელები და საუბარი იყო იმაზე, რომ იქნებოდა ფულის გათეთრება ირანელებისთვისო და გვერდის ავლა სანქციებისეო. ამიტომ საქართველოს ბოლომდე ვერ მიიყვანა ეს საკითხი. უნდა ითქვას, რომ უკვე WikiLeaks-ი როდესაც გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ ამერიკის საელჩო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რომ ეს პროექტი ჩაეგდო და ელჩი პირდაპირ ერეოდა აი ამ შეხვედრების დროს და პირდაპირ გააფრთხილა ქართული მხარე, რომ ესე არ მოხდარიყო. აი შემდეგ უკვე იწყება ძალიან საინტერესო მოვლენა, ეს არის ის, რომ 2010 წელს საქართველოსა და ირანს შორის იდება უვიზო ხელშეკრულება, ირანელი ტურისტები აქტიურად ჩამოდიან საქართველოში და ესე იგი საკმაოდ დიდი ფინანსების ჩამოდის პირველ ეტაპზე. 2012 წელს ჯერ კიდევ სააკაშვილი არის, როდესაც ამერიკა ესე იგი სანქციებს უფრო ამკაცრებს და ქართული მხარე იძულებულია, რომ ამ სანქციებს შეუერთდეს, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ გადმორიცხვები აღარ იყო ირანის ტერიტორიიდან საქართველოში და მერე იწყება უკვე ქართული ოცნების პერიოდი, რომელიც ცოტათი ესეთია. უცნაური, იმიტომ თავდაპირველად დაიწყო იმით, რომ
მაგალითად 2013 წელს დასავლეთის მხარდაჭერით და ზეგავლენით ასე ვთქვათ პრაქტიკულად სამხრივი გახდა საქართველოს შეწყვიტა ორმხრივი უიზო მიმოსვლა სამხრივი გახდა თუმცა უნდა ითქვას 15-16 წლებში აღდგა კვლავ ორმხრივი უიზო მიმოსვლა და შემდეგ უკვე 2017 წელს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ზარიფი, რომელიც თბილისში დიპლომატიური მისიით ჩამოდის 25 წლიანი ეს დიპლომატიური ურთიერთობებზე, იყო საუბარი და იქ უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი სატრანსპორტო დერეფანის შექმნაზე. ირანელები დაინტერესებულები იყვნენ როგორც ფლოტით, ისე რუსეთთან პირდაპირ კავშირით. შემდეგ არის ესეთი მომენტი, რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალბათ გარდამტეხი არის 2024 წელი, როდესაც ირაკლი კობახიძე ჩადის უკვე თეირანში. ესე იგი პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე და ეს რაღაც ცოტა დასავლეთი და ისრაელის მათ შორის ცუდად შეხვდა ამ მოვლენას. ნუ მე შემდეგ უკვე იმავე წლის ივლისში უკვე პრეზიდენტის მასობ ფეზეშქიანის უпростоრეთ ინაგურაციაზე ჩადის მეორედ ირაკლი კობახიძე. თითქოს დათბილულია ეს ურთიერთობა და ჩვენ უკვე ვართ იმ პერიოდში, როდესაც ეს ომი მოხდა. მოდი ჯერ სამდე ისრაელზე გადავავალთ. ირანის საკითხი ამოვწუროთ. აი ქრონოლოგია უკვე თქვი, ქრონოლოგიურად ესე არის და გასაგებია ირანის ინტერესი რა იყო. ეს იყო ევროპისკენ რო გაეჭრა გზა საქართველოს და სომხეთის მეშვეობით. ეხლა აი საქართველოს პრინციპში მოდი ესე ვთქვათ, ბუნებრივი მოკავშირე არის ირანის, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ თად ენერგო დამოკიდებულები არ ვიყოთ, არც რუსეთზე და არც ბოლომდე აზერბაიჯანს, ირანი გვჭირდება. აი თქვენს ახლა ალბათ ესე იგი ადევნებდით პირდაპირ უკვე შიგნიდან ადევნებდით თვალყურს ქართულ-ირანულ ურთიერთობებს. იქნება აი მოგვიყვეთ როგორ ხდებოდა, როგორ დაიწყო ეს და როგორ ესე იგი რა დეტალები იყო ის, რაც არ თქვი და არ ვახსენე ესე თქვა. იცით რა თქმა უნდა გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ჩვენს შესანიშნავ დიპლომატებს, ვინც უშუალოდ ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. მე გახდით შევარდნაძის დროს აპარატის უფროსი, მე მთავრობის აპარატის უფროსი კანცელარიისა 2008 წლის თებერვლამდე და შესაბამისად აქედან ვხედავდი ბევრ რამეს. მაგალითად მე ახლა მახსენდება ლევან ასათიანის წიგნი შესანიშნავი საქართველოს-ირანის ურთიერთობები. თავმოყრილი ამასალა. მაგრამ მე შემიძლია გარკვეული ისეთი ეპიზოდების მოყოლა, რომელიც ერთის მხრივ აი მნიშვნელოვანია, გვაჩვენებს ატმოსფეროს, განწყობას, როგორ ხდებოდა რიგ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება და რასაც შეიძლება თქვა დიპლომატები არ მოყვებიან. ისი მოწმეს ვიყავი. თორემ კიდევ მეორებ ჩვენ მაშინ შესანიშნავი დიპლომატები ყავდა, ახლაც კარგები ყავს და ინტენსიურად იყვნენ ჩართულები პროფესიონალურად ამ საქმეებში. მოდით დავიწყოთ ესე, აქედან დავიწყოთ შევარდნაძე, ესე იგი რა საუბრობდა თქვენთან ირანის შესახებ. ერთი შევარდნაძე მოგეხსენებათ იყო ერთ-ერთი და ლამის პირველი ადამიანი, ვისაც აიათოლა ხომეინი შეხვდა. როცა შევარდნაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო. ბატონო ედვარდმა ეს არაერთხელ გაიხსენა, შემდეგ დაწერა მემუარებში, ეს დიდი კოლორიტი, იქაური ტრადიციები, როგორ მოუწია ფეხზე, გახდა სიარული ფეხში შველად საკმაოდ ციოდა, მერე დაცდა ერთი რაღაცა 20 წუთი თუ რაღაცა ელოდებოდა, რასაც აი არ მოუწია არც ერთხელ, როგორც საერთაშორისო მინისტრს არავისთან. მე როგორ ცნობილია ეს კადრები სხვადასხვა არსებობს და ნუ ბევრი აფასებს როგორც ისეთ რომ აი ირანელების აი ცოტა ზემოდაყურება იყო სხვა დანარჩენების მიმართ მათ შორის საერთოდ და მე აი თანხლება პირებმა შევარდნაძეს უთხრეს რომ აი ესეთი პატივისცემა არავის მიმართ გამოხატია თორმე რამდენჯერმე თავი რომ დამიქნიეო როცა ყვებოდი ასე თქვათ პოლიტიკაზე ველაპარაკებოდი ჩემს მისიას ვასრულებდი ორჯერ სამჯერ დამიქნია თავი თორმე ეს უდიდესი პატივისცემა იყო ესეთი სტუმრისთვის და შევარდნაძე ამბობდა რომ წარმოიდგენია ჩვენი მეფეები როცა
დაძახებულები იყვნენ ირანის შახის კარზე, რა დღეში იყვნენ, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრი, პოლიტბიუროს წევრი და ასე შემდეგ, მოგესალმებათ, ასე იყო მიღებული. მაგრამ აი ნახეთ 93 წელს იანვარში შევარდნაძემ მე მაშინ მახსოვს იანვარი იყო მოიცალა იმისაც რომ წავიდა ირანში. და ახლა 92 წელს დაწყებულია აფხაზეთში შეერაღებული კონფლიქტი, წარამარ უწევს იქ ჩასვლა, ნამდვილი ბრძოლა, მაგრამ ისეთ მნიშვნელობას ანიჭებდა რეგიონალურ უსაფრთხოებას საქართველოსთვის, რომ მიაჩნდა რომ ეს საჭიროა, რომ ეს არის გიგანტი ქვეყანა, ძალიან დიდი პოტენციალით და ეს ურთიერთობები საჭირო იყო საკმარისად მჭიდრო, ასე დადებითი რო იტყვიან და მშვიდობიანი ურთიერთობა. ბავშვობაში მახსოვს ირანული კერასინკები მაგ დროს აჩვენდა. აი ზუსტად როცა გაითიშა გაზი 94 წელს ძირითადად აი ეს იყო მაშინ მათ შორის როცა თურქმენეთის გაზი შეწყდა და იყინებოდა საქართველოს მაშინ ყინვებიც იყო ძლიერი. და ამაზე ილაპარაკა მაშინ ცლად სანამ გაემგზავრებოდა საერთოდ შევარდნაძემ იგი იყო მტერი თვითონ ამბობდა პოლიტიკური ტურიზმი საჩვენო არ არის. ანუ მიდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა იდგა კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული მიზანი, როცა მომზადებული იყო ყველაფერი, ისი მომზადებას კი შეიძლებოდა. მე მახსოვს კარგად, რომ აი უკვე საპრატის უფროსი ვიყავი, ამის 2-3 საათამდე მზადება იყო ბოლო დღეებში, როცა წერდნენ ყველაფერს მისთვის პატარა ბარათებს და მე უკვირდათ, აი გელად ჩარკვიან სარჩილ გეგეშიძეს, რომ კიდევ რაღაცა წყაროები აქვს ინფორმაციისა ისეთი, რომ ჩვენ არც ვიცით, იმაზე მეტი იცის ხოლმე ვიდრე ამ ბარათებში. როგორც ხედავ, შევარდნაძეს უნდოდა ირანელების შემოყვანა რეგიონში. ის როგორ შემოყვანა, როგორ აი გენშარმა რო თქვა წლების შემდეგ ჩემი თანდასწრებით. შევარდნაძის მიერ აშენებული რეგიონალური უსაფრთხოების კონსტრუქცია ეს არის ორქიდეა, გერმანულად ლაპარაკობდა და გერმანელი ორქიდეა სიტყვის სიმბოლოა რაღაცა ძალიან დახვეწილის და ლამაზის. ეს სახელმძღვანელოებში უნდა ისწავლებოდეს. ეს სასაკითხია, მაგრამ ნუ აქ იყო ასეთი პრაგმატული ინტერესი და ასე შემდეგ. ამერიკელებს ეს არ მოსწონდათ, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვან, რომ შევარდნაძე ყოველთვის აფრთხილებდა ასე შემთხვევაში როგორც რუსეთის ხელმძღვანელობას, ისე ამერიკის ხელმძღვანელობას. ყოველთვის ღებულობდა პასუხს, ელაპარაკებოდა აქ ელჩებს. გარდა ამისა, სხვა სატელეფონო საუბრები ჰქონდა. გამონაკლისი არასოდეს არ ყოფილა, რომ უცებ რაღაცა რო გაეგოთ, რომ ასე ვთქვათ, მათი ინფორმირების garaში გააკეთა და ამბობდა, რომ ეს არის აუცილებელი, სრულიად აუცილებელი საქართველოს უსაფრთხოებისათვის. თავის უსაფრთხოებას რომ საკმაოდ უპასუხისმგებლად ექცეოდა, ცნობილია პირად უსაფრთხოებას, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო ძალიან ფრთილი. მე მახსოვს მასხადობა რომ მოინდომა ჩამოსვლა ჩეჩნეთიდან. როგორი მე მონაწილეობდი ამაში და ეს სხვა თემაა, მაგრამ მახსოვს როგორ იყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგ რაც მართლა კარგად მახსოვს და მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო თქვენ ახსენეთ 95 წელი, ხომ, გაზაფხული თუ ჩამოვიდა რაფსანჯანის ჩამოსვლა. ეს ჩამოსვლა მზადდებოდა ყოველნაირად. მუშაობდნენ სამუშაო ჯგუფები აქ საქართველოში, ირანში და ირანის საელჩოსთან სრული კონტაქტი იყო, იმიტომ რომ აი ეხლა მინდა მნიშვნელოვანი თქვა, ის იყო სოსხვა ირანი მაშინ. ირანის რეჟიმმა, ეთოლების რეჟიმმა გაიარა ძალიან თვისობრივად ძლიერი ისეთი მნიშვნელოვანი ევოლუცია. და განსხვავება იყო. იმ წლებში იყო ის, რომ მაშინ დასაშვები იყო რეფორმატორების ფრაქცია. მაშინ იყო საკმაოდ სიახლეებისკენ რაფსანჯანის მიაჩნდა, მოგახსენებათ ეს, მან დაიწყო პირობა, რომ საბაზრო ეკონომიკა გადაარჩენს ირანს, რომ ეს აუცილებელია, ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგან იმისკენ, რომ ეკონომიკა გამოცოცხლებულიყო. მას მიაჯიშდა, რომ დასავლეთთან საჭიროა ირანის მჭიდრო ურთიერთობა, სავაჭრო, კულტურული მათ შორის და ასე შემდეგ და ეს შესაძლებელი იყო პრეზიდენტს ეს შეეძლო მაშინ. შემდგომი, ასე თქვათ, როგორ თქვა ეს გამყარება, გაქვავება აიათოლების რეჟიმისა და მოგეხსენებათ ისლამის რევოლუციის გუშაქთა კორპუსისა,
ხომ და შემდგომი ასე თქვათ განვითარება უკვე ამას გამორიცხავდა. ნუ ალბათ იციან ჩვენმა მაყურებლებმა, რომ აი გარდაცვლილი აიათოლის პერიოდში ბოლო წლებში პრაქტიკულად ყველა ვინც იყო თვალსაჩინო მოღვაწე, ან ციხეში აღმოჩნდა, ან ჩვენ ბატონო საშინაო პატიმრობა მაინც ჰქონდათ. რავსაჯენი გარდაიცვალა გულით მოგესალმებათ 17 წელს. და აი უნდა ჩამოვიდეს რავსაჯანი. ერთი ეპიზოდი. დამატებით წამოვიდა ინფორმაცია ირანიდან, რომ გარდა ფოთისა დაინტერესებული არიან ჩვენთან 31 საავიაციო ქარხნით. სახელგანთქმული ქარხანა მთელ საბჭოთა კავშირში პირველი სუები აქ იყო აგებული. და სხვათა შორის ესე იგი, როცა ჩამოაგდეს 2008 წელს ის ერთადერთი სუ რეალურად და გადარჩა პილოტი, ამ რუსმა პილოტმა მერე მადლობა უთხრა 31 ქარხანას, რომ ესეთი მანქანები იყო, საფრენი აპარატები აწყობილი. ეს ცოტა ისე გამოვიდა, შეიძლება იუმორით, მაგრამ მაინც რომ აი ესე. და როგორი ინტერესი, რომ მათ ჰქონდათ საბჭოური თვითნაები, მათ შორის ის მოდელები, რომელიც სწორედ 31 ქარხანაში იყო აწყობილი, მიგის სუ და ასე შემდეგ, და უნდათ მათი პროფილაქტიკა და გარემონტება. ამოყენება ეს. მაშინათვე შევარდნაძე მითხრა, გადაეციეს და ყველაფერს ვერ მოასწრებდა პირადად, გადაეციეს ამერიკის ელჩს კენ ბრაუნს. და ელჩი იყო ძალიან კარგი. რასაც თვითონ შევარდნაძე აღნიშნავდა, იმიტომ რომ გაიცნო ეს ელჩი, როცა კენ ბრაუნი იყო წევრი მოლაპარაკებისა ბირთვულ საფრთხოებაზე და სხვა ამერიკასთან. წესიერი, პატიოსანი და კვალიფიციური კაცი ამბობდა ამ კაცზე შევარდნაძეს ვაშვის მე დამტკიცდა კიდე იმით, რომ როცა დაიწყო ნეგატიური სელექციები შეერთებულ შტატებში, ყველა სტრუქტურაში, ბრაუნმა დაანება თავი დიპლომატიას და გახდა მე მახსოვს ჯაპანის ტამბაქოს ფილმის წარმომადგენელი და გაეზარდა მე ჩამოდიოდა და მე ხუბრებოდა ერთი ხუთჯერ გამეზარდა შეფოსავალიოდა იმ საქმეს შევეშვი. ეხლა ნახეთ, უთხარიოს ბრაუნს დღესვე დაუკავშირდები მათ ჰქონდათ ეს თავისი მოგახსენებათ საიდუმლო დეპეშები მაშინათვე საბჭოთა დეპარტამენტთან და ვეცდები რომ აი შევდათ სასწრაფოდ უნდოდა, იმიტომ ეს იყო დამატებითი ასე ვთქვათ წინადადება ირანული მხარის. მეორე დღეს მითხრა შემატყობინე საბჭოთა დეპარტამენტიდან არანაირი პრობლემა არ არის. შევდათს გაუხარდა მართლა კარგია 15,000 ოჯახი ასე ვთქვათ წარმომადგენელი დასაქმდებაო, მაშინ ხო გაჩერებული იყო სრულიად. აი წარმოიდგინეთ 15,000 ადამიანს მიიღებს ხელფას, იმიტომ რომ დიდი კოლექტივი იყო და ეს ძალიან კარგიაო. განიცდიდა იმას, რომ აი ესეთი ერთეულები გაჩერებული იყო რეალურად. რატომ ვერ გახორციელდა ეგ პროექტი? აი ახლა რა ხდება? გადის კიდე ერთი დღე, უკვე კრიტიკული დროა. კენ ბრაუნი მირეკავს და უნდა შემახვედრო სთხოვი ბატონ ედვარდს ხანძრობის სახელით რომ მიმიღოს და უთხარი, ანუ ესე იგი საბოლოოდ ვარყოფით იქნება. მოვიდა კენ ბრაუნი, ნუ ესე იგი ეთყობოდა როგორ განიცდიდა ამ დიპლომატ კაცს. ხელები გაასავსა. ბატონ ედვარდ, მე მივიღე იმ ადამიანისგან თანხმობა, რომელ ადამიანზეც ეს ჩვენი წესდებით იყო დამოკიდებული, მე მიმართ უშუალოდ ჩემს დეპარტამენტში კითხეს და იმისგან მოვიდა თანხმობა. ამიტომ მე ვალდებული ვიყავი ეს თქვენთვის მომეხსენებინ, რომ თანხმობაა. მაგრამ ეხლა კიდე უფრო ზემოდან აი ესეთი რაღაცაა და ძალიან დიდი თხოვნა რომ ეს არ მოხდეს. შევარდნაძემ შვიდა თქვა. სხვა დროს მე მახსოვს მთელი დელეგაცია რა უთხრა შეერთებული ცალკე თემაა. შვიდა თქვა რომ გასაგებია, რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ისეთი პარტნიორობა გვაქვს და ისეთი პატივისცემა და რაღაცა. ეს მინდა ყველა მიცოდეს, რომ არა ბილ კლინტონის შუამავლობა მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან 94 წელს მაისში გაზაფხულზე როცა შევარდნაძე ჩავიდა. არაფერი არ გამოვიდოდა, არანაირი რეფორმა, კუპონიზაციიდან გამოსვლა, არაფერი, ეს ფაქტია. უნდა ვიყოთ ობიექტურები. და რო წავიდა კენ ბრაუნი, მითხრა, ხო გესმის რა ხდება? ეს არის ვეებერთელა მანქანა, ეს საბჭოთა დეპარტამენტი. იმ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ასეა, მივიღეთ პასუხი, მე რა თქმა უნდა თათბირს და თობრიფინგზე ეს უბრალოდ თქვა და მაშინ დაურტყეს მუშტი.
შევარდნაძემ ეს ზეპირად იცოდა მექანიზმები იქ. მაშინ არა ეს არ იქნებაო, თორე ის ადამიანი ცხადია, ვინც ეს თანხმობა გამოგვიცხადა, ის თავისი ანუ ვიც კავკასიას, ესე იგი, კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელობდა იმანა. ესე იგი, თანხმობა თქვა და ზემოდან უკვე ალბათ თავდაცვის ან სხვა რომელიმე ჯგუფმა. თანაც შევარდნაძე ეს იქნებოდა რა, რიგითი მოხსნება, რომ ეს ასე გადავწყვიტო და უცებ რას ამბობ, ეგ ხდებაო. იმიტომ რომ მან იცოდა რომ შეერთებულ შტატებში სათეო დეპარტამენტში აი ესეთ საკითხებზე მთლად დიდი მაღალი დისციპლინა არ არის. ეს არ არის თქვა რუსეთთან ან ჩინეთთან ურთიერთობა, საქართველოა. ის რა მაინტერესებს, ესე იგი, ერთი ესე იგი იყო ის რომ შეერთებულ შტატებში ფინანსური ინსტიტუტების გამართვაში და ფინანსური ინსტიტუტების შექმნაში გვეხმარებოდა, მაგრამ რაც შეეხება წარმოებას, ხო? აი ესეთი ინვესტიციები ახლა როგორც ირანს უნდოდა რომ განახორციელებინა, ხო? არასდროს არ დაუშვა. არასოდეს არ იყო ეს კერძო კომპანია, IS Telesi, ამერიკული კომპანია. და შემდეგ ჩვენმა საელჩომ ამერიკაში მოიპოვა ინფორმაცია, რომ ვინაიდან გაკოტრდნენ და დიდი მსხვილი თავისი, ასე თქვათ, ბიზნესები გაყიდეს სხვა ქვეყანაში, ჩვენსაც გაყიდნენ. და აი მაშინ იყო რომ აი დავინახეთ რა არის ამერიკული ბიზნესი და მისი, ასე თქვათ, მფარველი. ესე იგი, გამოდის ესე, რომ ინდუსტრიის პოლიტიკა ამერიკელებთან ვერ გამოდიოდა. არა, საერთოდ არაფერი არ იყო და ჩემს თვალწინ როცა შევარდნაძემ ერთი-ორჯერ სთხოვა, რა ოპიკმა რო დააზღვიოს, Overseas Private Investor Corporation, თან ოპიკის ხელმძღვანელ ქალბატონს, რომელიც ჩამოსული იყო. მივიღეთ ნოვლი და გერი ბეკერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, რომელიც ჩამოსული იყო 98-ში და რომელსაც გამოაქვეყნა, რომ საქართველო არის აბსოლუტური ჩემპიონი რეფორმებში, მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში და უსწრებს ბალტიის ქვეყნებს, ხო? მან დაწერა, რომ მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის დაწესებულ გადასახად საქართველოს ბიზნესი ახლა ვერ გადაიხდის, ძალიან მაღალია, ამიტომ ბიზნესი გადავა ჩრდილში და გადადის კიდევაც და აი პირდაპირი გამოსავალი არის, რომ ოდნა ფული გაიღოს შეერთებულ შტატებმა პირდაპირ ინვესტიცია, არაფერი არ გაკეთა. მაგრამ მე მინდა სხვა გითხრათ, რაც შემთთვის იყო ახალი რამ, რასაც მე არ ველოდი. აი რაფსაჯანის ვიზიტი რო გადაწყდა. და გადაწყდა რა თქმა უნდა შეერთებული შტატების წინსწრებით, გაფრთხილებით და იქიდან მართლა პოზიტიურის მიღებით, რომელიც განხორციელდა კიდევაც. მაგრამ საელჩოს თანამშრომლები ისთანაც მართლა მეგობრობდი. ჩემთან ხშირად მოდიოდნენ სახლში, მეორე, მესამე პირი. ძალიან კარგები, მართლა დაუღალავად მუშაობდნენ, მაგრამ რეაქცია ემოციური იყო ის, რომელიც აი დიპლომატს არც უნდა ქონდეს არასოდეს. როგორი იყო? აი იცით, აი მიმიკით, როგორ შეგიძლიათ ამ ადამიანებთან ურთიერთობა საერთოდ. აი როგორ შეგიძლიათ თქვენ? შევარდნაძეს არც ახსენებდნენ, აი თქვენ როგორ შეგიძლიათ? მეუთხარი ეს აუცილებელია. აი თუნდაც მეთქი 1795 წელს აღა მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ თბილისში გადარჩა 3000 ოჯახი, მხოლოდ ქართული. აი ამ ოჯახის შთამოვალი ვარ მე, ჩვენი სახლი გადაურჩა. ეხლა დგას ფორაქიშვილების სახლის გვერდით. მაგრამ მე ვარ ბოლო მამრაცე. გვარად მამაკაცი. იცით? აი ეს არის ჩვენი რეგიონი მეთქი. ეს საჭიროა, ეს აუცილებელია და ხო იცით რომ შევარდნაძემ მოილაპარაკა თეთ სახლი. კი, ვიცით ყველაფერი, მაგრამ მაინც ეს ანუ ის რომ იყოს საოცარი ღირსების შელახვის, შეურაცხყოფის შეგრძნება. მას შემდეგ რაც ამერიკის საელჩო აიღეს, გახსოვთ? კი. ოპერაცია არგო. კი, ამის შემდეგ ის ჩავარდნილი ოპერაცია, სამართლიანო ჩავარდნილი, როცა გააგზავნეს ვითომ სპეცდანიშნულების რაზმები და ყველაფერი ჩაფლავდა. და აი ეს წმინდა ადამიანური, აი ღირსებას შელახული, შეურაცხყოფილი ადამიანების თან თავისი ძალა იციან, მაგრამ აი ამას ითმენენ. აი ეს ემოციური ფონი იყო. არასოდეს არ დამავიწყდება ეს აი როგორ შეგიძლიათ ამ ადამიანებთან საერთოდ ურთიერთობა. ეს არ არის დიპლომატიური ენა. მაგრამ ეს იყო როგორ იცით, არაოფიციალურ შეხვედრა. ანუ გვაგრძნობინებდნენ რომ ძალიანაც გაერთობით ირანელებთან. არა, ეს პირდაპირ იმაში იყო, აი ნახეთ, ესე იგი
განაადვილი იყო შევარდნადისთვის, რომელსაც უკვე ჰქონდა პირველი სიგნალი ფრთხილი, მაგრამ გაგზავნილი, რომ ჩვენ ვეცდებით, რომ ესე იგი შესაძლებელი გახდეს. იმის ხო რომ არა, იცით რა. ეხლა ხო ვერ დაასახელებდა, იცით რა, ამერიკელებმა გვითხრეს არაო. ამას ვერ იზამდა. კი ბატონო. მოდით უცბად თუ რამე არის სათქმელი შეჭევნების პერიოდზე, თქვა და თუ რამე ეხლა გადავიდეთ უკვე სააკაშვილის პერიოდზე. იმიტომ რომ სააკაშვილის პერიოდში ბევრი რაღაცა ხდება ირანთან დაკავშირებით. რა ძალიან საინტერესო მოვლენაა ჩვენ უახლეს ისტორიაში. პრინციპში ის რომ შველრგოლად უცბად მოგვევლინა ირანი, როდესაც რუსეთთან დაიძაბა ურთიერთობა, ეს ერთი მომენტია. და შემდეგ უკვე ის რომ აქ თუ გახსოვთ, ერთ ცოტა მოგვიანებით იყო ანტიტერორისტული ოპერაცია რო ჩატარდა. და რო დაიჭირეს ერთ-ერთი ირანის მოქალაქე და რო გადასცეს ამერიკელებს. ამის შემდეგ გაცივდა ურთიერთობა საქართველოსა და ირანს შორის. აი მანამდე მინდა ვთქვა 2000 წელს და ეს ინიციატივა იყო სააკაშვილისა, ჩამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც სააკაშვილმა მიიღო და მაშინ გადაწყდა ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის დაწესება. ხელი მოეწერა ამას და განხორციელდა. ეხლა ის რომ შეერთებული შტატები აღშფოთდნენ და შეშფოთდნენ ამაზე, მოგესალმებით. ეს რატომ ხეს მიშამეს? აი რატომ გააკეთეს სააკაშვილმა. 2008 წელს არჩევნებში გაიმარჯვა მოგესალმებით ობამამ. 2009 წელს ინაუგურაცია შედგა და იანვრის ბოლოს როგორც ხდება ობამა გახდა პრეზიდენტი და ამის შემდეგ მიუხედავად ლობირებაზე დიდი ფულის ხარჯვისა, მიუხედავად ყველა არხის მოსინჯვისა, ობამა არც ელაპარაკება, არც ტელეფონით და არავითარი შეხვედრა არ არის. და სააკაშვილი ამას განიცდის როგორც აი დიდ ფიასკოს. და ამას უცხოელები წერდნენ. მე მინდა აქვე თქვა და შეიძლება სხვა დროს, იმიტომ რომ ეს თემას გაცდება, როგორი ღალატის ფასად მოიპოვა სააკაშვილმა და ამას ანდრეს ასლუდი პირდაპირ წერდა, რომ ამის შემდეგ უკვე ჯილდო ელოდება ოვალურ კაბინეტში ობამა მიიღეს და მიიღო, გახსოვთ. ობამა მიიღო და რო თქვა უნდა გადააბაროთ ახლა ხელისუფლება, მოდის არჩევნები. აქ რო ატყდა ერთი ამბავი, რომ ცუდი თარგმანია და მე რო გამოვაქვეყნა ინგლისური ტექსტიც და თარგმანის და ყველას შევთავაზე, ხო? მაგრამ მიიღო, ხელი ჩამორთვება იყო. მანამდე აი იქნებ სამდე ეგ ძალიან დამაინტერესა. რა უზღოდა წინ მაგ შეხვედრას? და ეგ ეხლა პირველად მესმის ეს ობამამ რო პირდაპირ ესე უთქვა. დი, როგორ ეს ჭოჭორის დონეზე ვიცოდი, მაგრამ ეს გამოქვეყნდა და ეს აი ტელევიზიითაც იყო, იმიტომ რომ ვიღების დროს ესე იგი ეს იყო და ობამამ თქვა რომ ესე იგი ახლა მოდის არჩევნები და თქვენ უნდა გადააბაროთ ხელისუფლება. იმიტომ რომ მანამდე ამას უსწრებდა ის, რომ ჰილარი კლინტონი, რომელსაც ჩამოვიდა გუდიანი ბებერი ქალი სააკაშვილმა რომ ამბობდა, ნუ გაგვთ იმედი ხალხო ტელევიზიით, რომ გუდიანი ქალი ეს ჰილარი კლინტონი ჩამოვა და წამიყვანს. არ წამიყვანს ამბობდა სააკაშვილი და ნუ გესმით რა დონეზე იყო ეგეთი ჭორი, რომ სარა შეხვდა შვილებთან ერთად თხოვაო რაღაც ეს დახმარებაო. ჰილარი კლინტონის ჭორი არის თუ რაღაცა სიმართლე არის ამ ყველაფერში. ვერ დავადასტურებ, ვერც უარყოფ, მეც გამიგია, მაგრამ არაფერი არ მაქვს მასალა, მაგრამ მე რაც ვიცი და რაც დოკუმენტურია, ბუშმა ისე განიცადა ეს 2008 წლის აგვისტოს კატასტროფა, ხო? რომ სანამ წავიდოდა 9 იანვარს 2009 წელს ჯერ ბუშია მოქმედი პრეზიდენტი ინაუგურაციას და უკლია 2 კვირა დაახლოებით. ხელი მოაწერინეს სააკაშვილს შეერთებული შტატების და საქართველოს ქარტიას პუნქტებად, რომ საქართველოს კისრულობს სასამართლოების დამოუკიდებლობისას თქვა აღდგენას, მასმედია და ასე შემდეგ. ანუ იმ პუნქტებს რო წაიკითხავ, ხვდები რომ ბუშმა ყველაფერი იცოდა. და ის რომ ესე იგი წერია ასმოსის წიგნში რომ რანჩოზე მერკელს უნდა და სააკაშვილზე ლაპარაკი და ეხლა შენ თუ გინდა მის ავტორიტარულ რეჟიმზე ლაპარაკი, არ გინდა, მე ყველაფერი ვიცი, იქ ჩანს. ესე იგი რა ხდება?
აი სააკაშვილმა ირანთან ეს ურთიერთობა მაშინ და უვიზო რეჟიმი მიიღო მხოლოდ იმისათვის, ამერიკელებთან საქმე გაფუჭებული რო ქონდა. რომ ეჩვენებინა თქვენ თუ ესე იგი ჩემთხოვნას უკვე 2 წელიწადია გეხვეწებით და თქვენი პრეზიდენტი არ ღებულობს, კი ბატონო, საქართველოს სხვა არჩევანიც აქვს. ეს აცილო არჩევანი იქნებოდა მაშინ ერთ-ერთი ანალიტიკოსი მგონი ჩვენი რამაზეც წერდა, რომ ნახეთ ესე იგი როგორ აღშფოთდა შეშფოთდა და ლამის რიგი დადგა სააკაშვილის კართან დასავლეთისა. ოღონდ ეს ნუ. ეხლა ნახეთ, ეს ხო გაკეთდა. ამის შემდეგ ამ ადამიანმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოაწყო პრესკონფერენცია თბილისი მარიოტში, კარგად მახსოვს და იმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თქვენ ქართველებს უნდა გახსოვდეთ, გესმოდეთ, რომ შეერთებული შტატები არის მოღალატე ქვეყანა. ეგ ცნობილი ამბავი. კი, რომ შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს თუ სტრატეგიულ პარტნიორებს ხო აქეზებს პირდება დახმარებას და მე ღალატობს. აი ჩვენ ირანელები ასარასოდეს არ ვექცევით ჩვენს მეგობრებს, ეს იცოდეთ. რა არის საინტერესო? ამის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმიდან არც ერთმა ძეხორციელმა არაფერი არ თქვა, არ უარყო. ესეც გზავნილი გამოვიდა შეერთებული შტატების მიმართ. სხვა დროს ბოლო მაღალ დონეზე თუ არა, რომელიმე გივით არგამაძეს ან ბოკერიას რაღაცა სათქმევინებდნენ. ესმით? ეს მე როგორც პალმესერმა პრესკონფერენცია მოვაწყე და ვილაპარაკე, რომ თათ ასე არ არის საქმე და რატომ მოხდა ეს 2008 წლის აგვისტო, რომ ეს იყო ავანტიურა სისხლიანი ავანტიურა სამხედრო პოლიტიკური სააკაშვილისა და ასე შემდეგ ვილაპარაკე. არსად არ გავიდა, გარდა Black Sea Agency იყო შავი ზღვის სააგენტო, იქ გავიდა მე უკვე და არაქართულად. აქ არ გაუშვეს არსად. არც ერთმა ჟურნალისტმა ცხადია. ასეთი დრო იყო. აი ამის შემდეგ მოგიყვებით ის რაც მოხდა. თუ ეს ასე ვთქვათ ამ ფორმატში ჩაჯდება. როგორ მიიღო ობამამ სააკაშვილი? და რა ხდება მე ობამასთან? ობამასთან ხდება შემდეგი რამე. ობამა დაპირდა რუსეთის მაშინდელ ნომინალურ პრეზიდენტ მედვედევს და ეს თქვა გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, ჯერ თქვა რომ 2 საათი ვისხედით, ალბათ გაინტერესებთ რაზე ვლაპარაკობთ. ძალიან მნიშვნელოვან რამეზე შევთანხმდით, რომ რუსეთი ჩვენგან იყიდის ქათმის თეძობარკლებს. ისეთი დახვდა დეფიციტი ვაჭრობაში ობამას, რომ სხვა გზა არ ქონდა, ყველას ასე ხვდებოდა და ნებისმიერ იმაზე. და ეს მე ჩემი მხრიდან პირდები რუსეთის პრეზიდენტს მედვედევს, რომ რუსეთი გახდება საერთაშორისო ქვია სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. და მე საქართველოს რო დაუშვეს. ეხლა ნახეთ, დაიწყო ეს ყველაფერი და რა ხდება? რამდენი იყო მაშინ, რა მნიშვნელობა აქვს? 135 თუ 140 იყო წევრი, მე გაიზარდა რაოდენობა ცხადია და წესი ასეთია, კონსენსუსით. ერთის რო იყოს წინააღმდეგი, უკვე ვერ მიიღებენ ქვეყანას, თუმცა წესდებაში კი იყო, რომ თუ დანარჩენებმა მოილაპარაკეს და კენჭი უყარეს, რომ მოდი გავიტანოთ კენჭის ყრაზე, გამორიცხულ რაღაცა განსაკუთრებულ შემთხვევაში, ესეც შეიძლება. თუმცა პრეცედენტი არ ქონდათ. ყველა, აბსოლუტურად ყველა თანახმაურ რუსეთი გახდეს წევრი და ერთი ქვეყანა წინააღმდეგი საქართველო. თუ მაგით მახსოვს სააკაშვილის პროპაგანდა ამით ემუქრებოდა რუსეთს. კი და ამ დროს წერენ დასავლეთში წერენ რომ სააკაშვილი მარგინალიზაციას აღწევს საქართველოსი, იმიტომ რომ დასავლეთს აღარ უნდა ამ ესე იგი არადეკვატური ადამიანის reckless და ასე შემდეგ სიტყვებს იხმარობდა რომ უაზრო და ურთიერთობა და ასე შემდეგ ამას წერენ. რა სიტყვის სააკაშვილი? დავთანხმდები თუ რუსეთი ხელს მოაწერს რომ საბაჟო პუნქტები გაიხსნება საქართველოს რუსეთის საზღვარზე, შესაბამისად აფხაზეთის მმართველობაზე, შესაბამისად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მმართველობაზე, ანუ როკის გვირაბის იქეთ და შესაბამისად აფხაზეთის და საქართველოს რეალურ საზღვარზე და არა გალის რაიონი და ასე შემდეგ. სხვანაირად არა. ნუ აპრიორი ცხადია, რუსეთი ამას არასოდეს არ დათანხმდება თან რუსეთის არგუმენტი მაშინ, რომ ესენი არიან დამოუკიდებელი ქვეყნები, რომელიც ჩვენ ვცანით და ამას უკან არ წავიღებთ და საქართველოს თუ შეუძლია მოილაპარაკოს, სადრას ხსნის მათთან. ჩვენ ეს არ გვეხება. აი ამ ჩიხში ვართ ყველანი, პუტინი გამოდის და ამბობს და უკაცრავად რუსულად ვიტყვენ, დანახრена нам эта организация, ამ სიტყვებით ამბობს. Нам без неё хорошо.
მაგრამ ამერიკელები უკან არიხევენ. ამერიკელები უკან არიხევენ და მაშინ ჩვენმა დიპლომატებმა სააკაშვილისას ბრძანებით მოიფიქრეს და მოიფიქრეს რა. 2011 წელს ოქტომბერში ოქტომბერი იქნებოდა შემოდგომა ესე ხელი ეწერება ხელშეკრულებას და რუსეთთან საგარეოების დონეზე და სააკაშვილი აცხადებს, რომ უდიდესი დიპლომატიური გამარჯვება არის მოპოვებული რუსეთი დათანხმდა საბაჟოების გახსნას. ნუ ესე იგი მე გავოგდი, მე ვიცოდი რუსეთი არ დათანხმდებოდა. გამოვითხოვეთ, ეს არ იყო ადვილი. ხელშეკრულების ტექსტი მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, როგორც იქნა მივიღეთ და რასაც ველოდებოდი, იქ დავინახე. მაშინაც მე მიმართე კარტოგრაფებს მიმართე, სწორედ რომ არ ეწერა. სწორედ რომ დანარჩია, რომ გაიხსნება საბაჟო გამშვები პუნქტები და მე გრადუსები, მინუტები, წამები და კიდე კოორდინატები. იქ და იქ. ავსებულია ამ კოორდინატებით ყველაფერი, ხო? რა თქმა უნდა, აფხაზეთი არ ემთხვეოდა მაგ. ამ დროს რუსეთის წარმომადგენელი მიდის აცხადებს, რომ ქართველებმა ამ ხელმოწერით აღიარეს აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ეს დამოუკიდებლობა, ვინაიდან წარმოედგინეთ, რომ გაიხსნას ალიასკაში შიგნით დანარჩენ შეერთებულ შტატებთან მოიყვანა მაგალითად. და იქ რო საბაჟო გახსნას ამერიკამ. აი ეს გააკეთეს ქართველებმა. არავინ რო არ სთხოვდა, თვითონ რო გამოიგონა გესმით. ამერიკელები ამას კი არ სთხოვდნენ. ამერიკელები სთხოვდნენ თანხმობას. ამის შემდეგ კარტოგრაფებმა ზუსტად დასვეს და გამოქვეყნეს შორის. მე ინტერვიუებს მიეცე და ეს რუკა გამოქვეყნდა ზუსტად წერტილები არის მეტრების სიზუსტით. ეს არის ზუგდიდთან და ეს არის გორთან. ორი საბაჟო. და ის წესები რომ მე მიმართავენ მესამე ისა შვეიცარია რაღაცა რო ფირმა რომელიც ამას მონიტორინგს გააკეთებს და ასე შემდეგ. რატომ მოვყევი ეს იცი ჯერ ერთი რომ ყველა მიცოდეს და მეორე. აბა სააკაშვილი ყოფილიყო ოპოზიციაში და რომელიმე ხელისუფლებას ქართულს ეს გაეკეთებინა. ტანში მზარავს იმაზე ფიქრი რო იტყვიან რა სიტყვებით შეამკობდა იმ საშინელ ღალატს იმ კრემლის მარიონეტებს და ასე შემდეგ ხელისუფლებაში ვინც ეს ჩაედინეს, ხო? და ჩადენილი აქვს. და არავით არის ამისას თქვათ, მაინც და მაინც ხმაური ამაზე არ არის. მოდით გადავიდეთ უკვე სააკაშვილიდან თანამედროვეობაში, უკვე ქართული ოცნების პერიოდი, იმიტომ რომ პრინციპში დაიწყო ცოტა დასავლეთის ეწოლით, დაიწყო ის რომ სამხრივად გავაუქმეთ უვიზო რეჟიმი, მე ისე დავაბრუნეთ. ესე იგი, საქართველომ გარკვეულწილად 13-ში შეაჩერა, 13 წლის შემდეგ 16-ში კვლავ აღდგა ეს. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულწილად იმასთან, რომ მაშინ დასავლეთიდან დაიწყო უფრო მკაცრი ზომების გატარება ირანისადმი, მაგრამ აი ხა რეალურად რო ავიღოთ, არის ძალიან ისეთი პოლიტიკა, რომ რაც გააქტიურდა შვიოდ ერეფანის პროექტი, რაც გააქტიურდა ეს შემოვლითი გზები, ირანის საკითხიც გააქტიურდა. პრინციპში ეხლა ეს ირანის კონფლიქტი, ისრაელის კუთხით კიდე სხვანაირად ჩანს, მაგრამ აი სოფლიო ჰეგემონიის კუთხით, ეს არის უნიკალური ტერიტორია, უნიკალური რესურსებით, დიდარი ესე იგი ინფრასტრუქტურული საშუალებებით, რომელიც აკავშირებს მთელ ევრაზიაში ყველაზე საკვანძო წერტილებს და მას სჭირდება გასასვლელი ევროპაში და ნუ კავკასია ამ შემთხვევაში სომხეთი და საქართველო, თუმცა შეიძლება აზერბაიჯანი და საქართველოც იყოს, მაგრამ ნუ რადგან აზერბაიჯანთან თლად ესეთი პრობლემური ურთიერთობები აქვს, ირანი დაინტერესებული არის აქ ჩვენთან გავიდეს ეს ესე თქვა გზები. აი ამ პერიოდში, როდესაც ფუჭდება ქართულ-დასავლური ურთიერთობა და ყობახიძე ჩადის ირანში. ჯერ როგორ აფასებთ ეს ჩასვლა სწორი იყო, არ იყო სწორი? აბსოლუტურად სწორი და სავალდებულო, ასე ვიტყოდი. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს არის სწორის და სავალდებულოც აბსოლუტურად. და სხვა გზა არ არის და როგორ დამავიწყდება, როცა ესე იგი 2001-2 წელია და დამთავრდა უშიშროების საბჭო, დავჭით შევარდნაძის კაბინეტში, დავჭით შევარდნაძე მე და ახალგაზრდა რეფორმატორების ორი წარმომადგენელი ლიდერი. აი როგორც არის ჩვენი კომუნარის თავმჯდომარე გვარს არ დავასახელებ. ხო და ეუბნებიან ბატონ ედვარდს, რომ აი რამხელა ის იყო მიღწევა, რომ
მოაწარა იელცინმა ხელოთ 19 დეკემბერში რომ გაიყვანს ბაზებს და ეს თქვენ ამას მიაღწიეთ რაღაც, მაგრამ გადის დრო და ძრა არ არის და ხო საჭიროა უნდა დავაჩქაროთ ეს ხალხი ელოდება. არავითარი მოლოდინი ხალხში არ იყო, რომ ბაზები გავიყვანოთ. და შევარდნაძემ თქვა, რომ მე ეს დაგპირდით, მე ხალხს დავპირდი, მე ამას გავაკეთებ უსათოდ. ჩემი ვადის ბოლომდე ამას გავაკეთებ. თქვა, უკვე არჩეული იყო შესაბამისად მეორე ვადაზე. ესე, მაგრამ აი დახედეთ რუკას თქვა. ზევიდან დახედეთ რუკას. რეგიონს, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს აი ბედმა გვარგონა, ხო? ხო და ნახეთ, ჩვენ რომ მოვახდინოთ ფორსირება რუსეთის ბაზების გაყვანისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს, რომ გავლენ თანდათან. მაგრამ ფორსირება რომ მოვახდინოთ ახლა, რას მივიღებთ? ორი სცენარია შევარდნაძემ თქვა. ან რუსები გავლენ და ისეთი რაღაცა დატრიალდება ჩვენს რეგიონში, რომ ჩვენ მოგვიწევს, როგორც თავის დროზე იყო ისტორიულად, ისევ შევეხვეწოთ რუსებს. ვანიას კი იხმარა სიტყვა, რომ დაბრუნდი, დაგვიცავი, რამე თუ სხვა გზა არ ჩანს. ეს შევარდნაძემ რომელსაც ასეთი ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთთან და ასეთი. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. გავლენ, მაგრამ მე ისე გააკეთებენ, რომ დაბრუნდებიან თავის ბაზებიანად და აღარასოდეს არ გავლენ. ეხლა რატომ არის შემთხვევით ეს დამნიშნულოვანი? რაღაცა დიდი სიბზნე კი არ თქვა მაშინ შევარდნაძემ, ამაზე გაცილებით ღრმა რაღაცებს ხშირად ამბობდა, მაგრამ ეს იყო ანაბანა გეოპოლიტიკისა, ხო? არა, ისეთი მოსტრები შეიძლება შემოვიდნენ და ისეთი ქაოსური სიტუაცია შეიძლება დადგეს, რომ საქართველოს ამას ვერ გაუმკლდებოდა. ვერანაირად, ვერც სხვა ვერავინ, ხო? განხორციელდა მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი განხორციელდა და ეს მაინც და მაინც ჩვენთან ეს, რა ვიცი, ამაზე აქცენტი არ კეთდება მასმედიაში, მაგრამ რამდენია სააკაშვილის განცხადებები კრემლს ჩემთან წამოსდათ, რომ ცხინვალი აღარ აინტერესებთ. ეს უკვე რამდენიმე კვირის ამბავია, გახსოვთ, მანამდე რო ლაპარაკობს სააკაშვილი. ერთხელ მეორე დეკემბერში ამბობს 2007 წლის მორჩა და გათავდა მოყანყალებული კბილია, როცა მინდა ამოვიღებ და ასე შემდეგ. და მერე მოგეხსენებათ ივანიშვილთან შეხვედრა, რასაც ივანიშვილი აღწერს. სადაც ივანიშვილმა 2007 წლის აპრილი იყო დაახლოებით დაუსაბუთ 40 წუთში ბოკერიას, მერაბიშვილი ესწრებოდა სააკაშვილი და ბოკერია, რომ ბოკერიას გეგმა რომ შევიდნენ ჯარები ცხინვალში, იქნებოდა პროვოკაცია და დამთავრდებოდა კატასტროფით. და დავარწმუნდა აი ვანოშ მერაბიშვილს მიმართა სამ ღია წელში. შენ მაშინ ხათაცებას არ მალავდი და უცებ სააკაშვილმა მკითხა, კი მაგრამ ბიძინა, თვითონ რუსებმა რომ შემოგთავაზონ ამის გაკეთება. როგორ მოიქცეთ მაშინ? და ბიძინა პასუხობს, რომ აი სანამ უმაღლეს დონეზე არ გამოაცხადებენ, რომ იესალმებიან კონსტიტუციის წესრიგის აღდგენას, რომ გაყავთ თავისი სამშვიდობოები და მიესალმებიან და საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად, სანამ საიტყვიან კულუარებში. რასაც ამბობენ, ეს იცოდეთ კატასტროფა იქნება. და წინამდე ყავდა კოტე ჟღენტი. მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ დიპლომატები, ამ მარჩვენს ამერიკელების და ძირითადად რუსები საუბრობდნენ იმაზე, რომ აფხაზეთს არა, აი თვალის დახოჭვა შეუულია საფრთხეთ რუსეთთან მიმართებაში. ეს მესიჯები სულ მოდიოდაო. იყო დაგეგმილი პროვოკაციაო, რომელზეც ეხლა ნახეთ, გადავხდები 2008 წლის 15 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბათუ ქუთელია ფიგაროს ფრანგულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემას აძლევს ინტერვიუს ვრცელს. ინტერვიუში რო ეკითხებიან, კი მაგრამ რა მოხდა, როგორ მოხდა? ქუთელია ამბობს, ჩვენ მოველაპარაკეთ კრემლს. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჩვენ შევიყვანდით ჩვენ საჯარისო ფორმირებებს ცხინვალში, რეგიონში და განვაიარაღებდით უკანონო ფორმირებებს. კრემლმა ამაზე აგვინთო მწვანე შუქი. ფრანგულად კითხავდა, ფოვერტ, მწვანე შუქი. ჩვენ დავიწყეთ ოპერაციის ჩატარება კრემლთან შეთანხმებით და არავინ არ ელოდებოდა, რომ კრემლის პასუხი ასეთი იქნებოდა. არავინ იყო მზად რუსეთთან საომრად. გესმით რა შეასაქმე? პროვოკაცია იყო. ეს შეკითხვა მაქვს. რადგან ირანს ვეხებით. ის პროექტები რო განხორციელებულიყო. რაც ირანს უნდოდა. აი მათ შორის ის როკის გვირაბთაზე გასვლა უნდოდა. ასე
ფოჩიც უნდა, ანუ მრავალი მიმართულებით უნდა გასვლა ჩვენთან. და ეს პროექტები რომ მართლა გასულიყო, ის მოხდარიყო. თქვენი აზრით, აი ხა ის ძალიან ისეთია, გასაგებია, ნუ ფანტაზიორობა მოგვიწევს, მაგრამ მაინც რამდენად დაგვეხმარებოდა ეს უკვე ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ან ესეთი გზა რო არსებობდეს, ირანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთის გზა რო არსებობდეს. გეტყვით პირდაპირ. ჯერჯერობით და მაშინაც და ახლაც რუსეთის ელიტაში არის განწყობა, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა ხდებოდეს, უკან თავის გადაწყვეტილებას, რომ აღიარეს აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის დამოუკიდებლობა, ამას უკან არ წაიღებენ და ვერ წაიღებენ. და როდესაც ვიღაცეები თქვათ, იგივე ოპოზიციიდან ჩადიოდნენ რუსეთში და ჩამოდიოდნენ იმით, რომ აი გვეუბნებიან ეს და ეს გააკეთეთ და მერე ვნახოთო, ეს არის დაბალი დონე. თორე კარასინს ხმა ჩაუწყდა იმაზე ლაპარაკობ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ და საქართველოს ხელისუფლება გავაფრთხილეთ არავითარ შემთხვევაში. ეს ცალკე საკითხია მათთვის აბსოლუტურად და ნუ გასაგებია რაც არის საპირწონეზე და ერთი პრეცედენტი ჩრდილოოსეთ. იქნებ გეოპოლიტიკურად ამიხსნათ, აი ესე რატომ აქვს მაგალითად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის გეოპოლიტიკურად იმდენი მნიშვნელობა, იმხელა მნიშვნელობა, ვიდრე ის გზა, მათ შორის არკინიგზო გზა, რომელიც რუსეთს გაიყვანს ინდოეთამდე, არაბეთამდე, პირდაპირ კავშირი ექნება თურქეთთან, ნუ ირანთან თავისთავად, ხო? და ამის ამუშავებით რუსული გავლენები უფრო გაიზრდება, ხო? რატომ არის ეს ორი რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი რუსეთისთვის, ვიდრე მთელი ეს ამხელა ინფრასტრუქტურა და ამხელა გეოპოლიტიკური გზა? პასუხობ, იმიტომ რომ ტრადიციულად იყო იმპერიის დროს, იყო საბჭოთა კავშირის დროს, არის ახლაც, ასეთ საკითხებში მიდგომა რაციონალურია არ არის. არანაირად არ არის რაციონალური. გესმით? აი რაშია საქმე. და შევარდნაძე მეუბნებოდა სხვებთანაც იყო საუბარი, რომ აი 90-იან წლებში, აი ნახე, რუსეთი არის ისეთი რესურსების ქვეყანა, თუ ადამიანური, თუ ბუნებრივი, რომ სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ჩვენ 14-ვე რესპუბლიკა რიგში ჩავდგებოდით. არა მე მინდა შენთან კარგი და ახლო ურთიერთობა, არამე. ნაცვლად ამისა. იქედან არის მუქარა, რომ აგერ დგავარ შოლტით, მოვდივარ და რესპუბლიკები გარბიან ნატოში. გესმით? კოზირევის 92 წლის დეკემბრის გამოსვლა გვახსოვს? ეუთოს სამიძე კოპენჰაგენში. კოზირევები მაშინ ვაბანკ 14 დეკემბერი იყო წავიდა და თქვა ვაცხადებ აქ ყველას გასაგონად. ჯერთი ის, რომ სამწუხაროდ დასავლეთის ლიდერები ისეთები არიან, რომ სანამ ბომბები არ ჩამოვარდებათ თავზე, თქვა კოზირევებმა, მანამდე ადეკვატურად ვერ აქვევენ იმას, რაც ხდება რეალურად მსოფლიოში. 92 წელს არის ნათქვამი ეს ამბავი. სანამ ბომბები არ ჩამოგიცვივათ თავზე, მანამდე თქვენ ვერ იწყებთ მოქმედებას და გააზრებას რაც არის. და მეორე თქვა, ჩვენ არა ვართ რუსეთი, არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც იმოქმედებს ეუთოს პრინციპების შესაბამისად. ჩვენ გადავალთ ახლა იმპერიის აღდგენას. ჩვენ აღვადგენთ რუსეთის იმპერიას, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. და ჩვენ გავატარებთ ყოფილი რესპუბლიკების მიმართ პოლიტიკას, როგორც პოლიტიკას, ვთქვათ, სოციალური, ეკონომიკური, მაგრამ მათ შორის სამხედრო ძალითაც, როცა ეს საჭირო იქნება. დიდი სკანდალი მოხდა. თქვენ ესე იგი უკავშირებთ იმპერიის აღდგენის სურვილს. ეს არის ოქროს ორჯერ 2-4 და როცა ჩადიოდნენ ჩვენი დელეგაციები, მათ შორის ძველი ჩვენი მოღვაწეები, ძალიან ცნობილი, ვინც რომლებიც მიდიოდნენ როგორ იცით, აი ხო დუმაში ამდენი მეგობარი, ამდენი კინორეჟისორი და როგორ არ შეიძლება მოველაპარაკოთ, ჩამოდიოდნენ გაოგნებულები. შეუძლებელი. მეც ექსმენია ზუსტად. კი. გვეუბნებიან ერთს და იგივეს. მეგობრულად, ძმურად რამ გაყო, ხო? ეს ქართველები რუსები რაზე ლაპარაკი ამხელა ისტორია ბოროდინოს ველზე 12 ქართველი გენერალი დაეცო, ხო? ესე და ასე შენ მარტო ბაგრატიონი ხო არა, რამდენი ვარ. ეს, მაგრამ ჩვენ მალე აღვადგენთ იმ ვეებერთელა დიდებულ ქვეყანას. ოღონდ იცოდეთ. საქართველოს შემოვა როგორც 6-7 დამოუკიდებელი ერთმანეთისაგან რეგიონი, მაგრამ არც საზღვრები იქნება არაფერი, ისევე ჩახვალთ აფხაზეთში, როგორც იყო ყველაფერი. მაგრამ ესენი იქნება
და მე ჩამოთმოდიოდა აფხაზეთი, უსათოდ სამეგრელო, აჭარა, სამცხე ჯავახეთი, შეიძლება ხო იმპერიალისტური ისინია რა ფანტაზიები ამას ხსნიდნენ. დადო ეს ძალიან საინტერესოა. ამას ხსნიდნენ. სტალინი აბსოლუტურად მართალი იყო. სხვაგვარად პივოვაროვი თქვენ ციტეს ისტორიკოსი, აკადემიკოსი ხშირად ციტირებდა სტალინს. ლენინს რო უთხრა ჩვენ ვართ ისა ლენინს რო უთხრა შოვინისტი არა ლენინს უთხრა სტალინმა ერთხელ და ეს გამოქვეყნებულია вы доиграете с этими республиками Владимир Ильич. კერძოდ რა რესპუბლიკების მეშვეობით რაც იყო ლენინის იდეა აი როგორც შოკოლადის ფილა თავის ღარებიანად ისე გახდა ეს ქვეყანა და გადადდა იმ ფილების ღარების გასწრებ და ამას ვეღარ ვიზამთ. ამას არ გავიმეორებთ. ანუ ყველა ერთეული ჩრდილოკავკასიის გავსა თუნდა იყოს იმდენად პატარა, რომ ეს გადაუხვიათ, ვიცი, მაგრამ ეს თქვენთვის კი ბატონო. ანუ მე იცით რისი თქვა მინდა, ანუ თქვენ თვლით რომ ირანის ფაქტორი ამ საკითხს ვერ მოვით. მაგრამ სამაგიეროდ აი ის რასაც მიაღწია ოცნების ხელისუფლებამ და დაახლოებით უკვე 18 აი როცა გავრილოვის ის იყო ღამე ხო? აი მაშინ იმ ღამით ესე იგი გახსოვთ ეს ზომები და მითხრა მე ცნობილმა მეცნიერმა ამერიკელმა თქვენ იცით მისი გვარი მითხრა რომ ესე იგი პუტინს ხელში ქონდა კალამი რომ მოეწერა ხელი და მოხდებოდა შეერთება სამხრეთ ოსეთის და ჩრდილო ოსეთთან ყველაფერი მზად არის პლებისციტები რეფერენდუმები იქაური პარლამენტის ეგრეთ წოდებული სთხოვნა რა გზის აკლია მხოლოდ პუტინის ხელმოწერა და ამდენი ხანია საბუთი უდევს თანაშემწეს აი ესე ქონდა კალამი. მაგრამ გარე მოცვა მოთხრეს რომ აი ნახეთ რას წერენ ჩვენი ტურისტები მილიონები უკვე. ვინც ნაყოფები არიან საქართველოში. რომ ეს არის უსაყვარლესი ქვეყანა, უსაყვარლესი ხალხი, სადაც რუს ტურისტებს ასე გულხურვალედ ღებულობენ, მეგობრობა, ჩახუტება და ასე შემდეგ. ნუ იზამ ამას, ამით შენი რეიტინგი დღეს რუსეთში არ გაიზრდება. დაიკლებს. და პუტინმა ეს ამას დაარქვა ამ ადამიანმა პირველად რომ გაჩნდა რბილი ძალა საქართველოში და ეს რბილი ძალა გაჩნდებოდა ცხადია უფრო ადრე გაცილებით მაგრამ რამდენად რეალისტური იყო ის როცა სხვა ძალები რა თქმა უნდა ამას არ დაუშვებენ ახლა ნახეთ მობახიზე ჩავიდა და რა დღეში არიან ანტიკართული ელემენტები ჩავიდა დაგზავნდა მაგრამ მარტო ანტიკართული მოდით აი გადან ყობახიძე ახსენეთ გადავაბათ ახლა მინდა ისრაელის საკითხს მარტო ანტიკართული არა ისრაელიც სულად შეხვდა ამას ცალკე გეტყვით კი აი ახლა როგორც ირანზე ვთქვი როგორი იყო ქართულ-ირანული ურთიერთობა მაგრამ ესე ჩავიკითხავ და გავამახვილოთ ყურადღებას ნუ პრინციპში ერთ-ერთი როგორც ირანი ისე ისრაელიც იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 92 წელს დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ ესე იგი ისრაელთან და 98-ში ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჩაფრინდა ისრაელში და ჯერ 15-ში ჩაფრინდა რაბინი რომ მოკლეს ეს არ ვიცოდი რაც ვნახე ესე იგი ესა 98-ში ანუ 95-ში ჩაფრინდა კი შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია რომ 2000 წლიდან 2008 წლამდე საქართველოსა და ისრაელს შორის იყო სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა და საკმაოდ ბევრი შეერაღება გადმოგვცა მათ შორის უპილოტო თვითმფრინავების იყო და ასე შემდეგ თუმცა უნდა ითქვას ასევე WikiLeaks-ის ინფორმაციით ირკვევა რომ ისრაელმა ამ ომის დროს აღარ გააგრძელდა საქართველოსთან ურთიერთობა და მეტიც WikiLeaks-ის მიხედვით ირკვევა რომ ომის პერიოდში რუსეთს გადაცა ეს თავისი კოდები იმის სანაცვლოდ რომ ამ დროს რუსეთმა ირანს გადაცა ასევე რაკეტები და იმ კოდების სანაცვლოდ გადაცა მოკლედ ეს კოდები ანუ პრაქტიკულად ესე იგი ჩააბარა ჩვენი უპილოტო სისტემები რუსეთს გასაგებია ნუ მათი ინტერესი არის და გასაგებია მაგრამ შემდეგ ხდება ესეთი მნიშვნელოვანი სკანდალი ესე ვთქვათ სააკაშვილის დროს ალბათ გემახსოვრებათ ეს არის ებრაელი ბიზნესმენების საქმე 2010-2011 წლებში მიდიოდა ეს და აი ამ საქმებს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოახდინა იმიტომ რომ მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებდა ისრაელის ჩამოსვლას გადადო პირდაპირ და ამას უწოდა ესე იგი ამას უწოდა პროვოკაცია და გაფუჭდა ურთიერთობა სხვადასხვა იმ ცნობილ ჩანაწერში სადაც ბატონი
მიხეილი ბიძამის ელაპარაკება, იქ არის საუბარი, რომ აი ებრაელებთან ვის უშვებს ალაპარაკოთ, გამახსოვრებათ ის ჩანაწერი. და ნუ ფაქტია, რომ გაფუჭებული იყო ურთიერთობა ისრაელთან, ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ყოლია ირანელი ministrები, ირანული წარმომავლობის ministrები, მაგრამ ებრაელი ministrები კონკრეტულად სააკაშვილის პერიოდში ყავდა ორი. ერთ-ერთი არის დაკავშირებული სწორედ იმ 2008 წლის ომთან, შეიარაღებასთან. ესეც საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ერთი მხრივ ძებნილია და მეორე მხრივ პრაქტიკულად თავისუფალია, თავისუფლად დადის ადამიანი და არამედ საქართველოში, არამედ სოფლიოში იარაღის ვაჭრობითაა ცნობილი. რაც შეეხება თანამედროვეობაში პრინციპში ეს უფრო თბილი ურთიერთობაა 2014 წელს ამოქმედა საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლა, მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდში არის ერთი პრობლემა, რაც ქართველები ხაზს უსვამენ, რომ იმის მიუხედავად, რომ არის უვიზო მიმოსვლა, ქართულ ტურისტებს და საქართველოს მოქალაქეებს მაინც თლათკარად არ ექცევიან და უკან უშვებენ, ესე ვთქვათ, თან ცუდ პირობებში ამყოფებენ ამ პერიოდით, რომ ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული. მოდით დავიწყოთ სააკაშვილის პერიოდით, იმიტომ რომ შეურაცხის პერიოდში ეს დალაგებული იყო. სააკაშვილის პერიოდში ირევა საკითხი. თავის დროზე შევარდნაძემ, რომელიც იყო მაშინ პირველი მდივანი კომპარტიისა საქართველოში, მან პოლიტბიურო დაარწმუნა იმაში, რომ ბევრად ჯობია, რომ დაუშვათ ებრაელების წასვლა ისრაელში, ვისაც უნდოდა წასვლა. მოგეხსენებათ, ისრაელი სწორედ ასე აშენდა და ასე გამრავლდა, რომ ჩადიოდა მთელი მსოფლიოდან და პირველი გასვლა, პირველი ასე ვთქვათ, ეს პრეცედენტი იყო საქართველოდან, ალია საქართველოდან. არის ფილმი ამაზე, მოგეხსენებათ, შესანიშნავი ფილმი. ურთიერთობა ჰქონდა ძალიან კარგი. დიდად აფასებდა რაბინს და შიმონ პერესს, ორივეს ახლოს იცნობდა და ძალიან განიცადა რაბინის მკვლელობა ფანატიკოსების მიერ, იმიტომ რომ მისთვის მაგალითი იყო რა იმ მშვიდობის გულისთვის ადამიანი მიდიოდა სიცოცხლის რისკზე და კიდევაც დაიღუპა. რაბინი იყო მომხრე, მოგეხსენებათ, კომპრომისებისა, რომელიც დაამყარებდა მშვიდობას და სამაგიეროდ აი ეს მითოლოგიური ოცნება დიდ ისრაელზე ის რა თქმა უნდა ვერ განხორციელდება. პრინციპში ომის პარტიამ გაიმარჯვა პირდაპირ თქვათ, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეიძლებოდა წერტილი დასმოდა ამ საუკუნოვან კონფლიქტს. და ძალიან ახლოს იყვნენ თითქოს და ეს კვლელობა და შესაბამისად შევარდნაძე მაშინათვე ჩაფრინდა. რა დღესაც გაიგო იმ დღეს ესე იგი გადაწყვიტა და ჩავიდა. ესე და მე უკვე ეს ურთიერთობები იყო. ეხლა რა ხდება სააკაშვილის დროს? აი თქვენ ახსენეთ, რომ სამხედრო დარგში დაიწყო ეს თანამშრომლობა. რაღაცები მოგვიანებით გავიგე, რაღაცა მაშინ მესმოდა და გვაწვდა რაკეტებსაც კი გარკვეულს და ტანკებზე იყო აქ საუბარი, მაგალითად იყო და ასე შემდეგ. აი 6 მილიონი დოლარზე არის საუბარი ტანკების T-72-ის განახლებაზე. თავის თავზე აიღო. კი, T-72 და T-34 ისრაელში ძალიან პოპულარული იყო, პოსტამენტებზე დგას, როგორც აი დამოუკიდებლობის მოპოვების სიმბოლო. თავის დროზე, ამ ბრძოლების დროს T-34 დგას პოსტამენტზე. ხო და ესე იგი 5 აგვისტოს მე შავინიშნე თავის დროზე სტრატფორდში ცნობილი, ასე ვთქვათ, ანალიტიკური ცენტრი, სვაშოვის ებრაელები სათავეს შედგნენ, ფრიდმანი და სხვები, ცნობილი მეცნიერები, წავიკითხე, რომ 5 აგვისტოს 2008 წელს 2 დღე უკლია დაბომბას და 7 აგვისტოს დაბომბა სააკაშვილმა, რომ ისრაელმა გადაწყვიტა რუსეთის მოთხოვნის შედეგად შეწყვიტოს რაღაცების გაგზავნა საქართველოში. და მე ამაზე გაკეთდა განცხადებების გაჟონა მას პრესაში. და ამ დროს ეს უკვე 2008 წლის სამხედრო პოლიტიკური ავანტურა ხას უსვამ ლაჩარ და პანიკარ სააკაშვილს ომი არ დაუწყია. მან დაბომბა უძველესი ქართული ქალაქი ცხინვალი, ვახუშტი რასწავლეს ცხინვალი. ეს შეუძლია ბათუმის დაბომბას აპირებდა 2004-ში, მაგრამ არა, ასე ვთქვათ, ვერ მოახერხა, არ გახდა საჭირო. ეს შეუძლია
და ეს რომ ლაჩარი და პანიკორი ეს ომის ვეტერანმა თქვა ქართველმა კაცმა ღიად საჯაროდ გაბედა და ომის დროს ეგეთ ხრეთდნენ ადგილზე თქვა. როცა სააკაშვილი გაიქცა გორში. ეს და აი ეს რო ხდება სააკაშვილმა თქვა რას ქვია? გრძელდება ისრაელი გვერდში გვიდგას სამხედრო შემდეგ და ამ დროს ეს განცხადება და სააკაშვილი ისევ ჟურნალისტებთან უარყოფს როგორ გეკადრებათ ბოლოს და ბოლოს თქვენ ხო ხედავთ ყველანი საქართველოში როგორც ომის ისე მშვიდობის საკითხები ორივე ისრაელის ხელშია. რატომ? იმიტომ რომ გეზერაშვილი და ეგ გულისხმობს. კი და ეს რა ქვია იაკობაშვილი. თემურ იაკობაშვილს ორივე განსხვავებით იაკობაშვილმა და გეზერაშვილმა მაშინ უმძიმესი როლი შეასრულა იმაში რაც ხდებოდა. იაკობაშვილი რომელიც ზურგს უკან აცხადებდა რომ სააკაშვილი გიჟია რომელიც დაღუპავს რეგიონს რომელსაც და ასე შემდეგ ხო მაგრამ შეიძლება ხო კონსპიროლოგიური ისინიც რაღაც განვიხილოთ რაღაცა რომ რაღაცა ზედმეტად ჩართული იყო გარიდან ესე ჩანს ამ კონფლიქტში ეს ჯერ მანამდე სანამ რონდელის ცენტრის რეალურად დე ფაქტო ხელმძღვანელი ეგ იყო და აი მე უკვე მინისტრი და რონდელის ცენტრის თანამშრომელი ძალიან კარგად ახსოვთ იაკობაშვილი რომელიც შემოდიოდა ხოლმე როგორც მინისტრი და ეხლა გავდივარ სააკაშვილის სიტყვებს იმეორებდა როკის გვირაბს ვკეტავთ დავადუღებთ ყველას რა შეხვედრა რის შეხვედრა ვითომ რუსებმა ჩასრევეს მოლაპარაკება აქედან მოდიოდა ეს ყველაფერი და იაკობაშვილი მე მგონი ეხლას მარშალის ფონდშია გერმანიაში საიდანაც ლორა ტორტონმა ის პირველი გეგმა გამოუშვა რომ როც გაიმარჯვოს ოცნება მაინც და რომც საკონსტიტუციო რასობაც რომ აიღოს მაშინათვე გავავრცელებ ისაც საჭირო მივეცი ეს ყველაფერი მაინც უნდა გამოვაცხადოთ რომ გაყავდა და ასე შემდეგ აი ესეთი რაღაცა თქვა გეზერაშვილი მაშინ ესე ასეთ როლს არ თამაშობდა სხვაშორის გეზერაშვილი ლატინინას მისცა ინტერვიუ ზუსტად როგორც მისცა ბათო ქუთელია ვინ ფიქრობდა რუსეთთან ომზე თქვა არ დამოვიწყდება რუსეთთან ომზე რას ამბობთ თქვენ რომ ავიაცია გამოუშვათ ტაშტებით რომ ჩამოგეგდოთ ბომბების ნაცვლად მაინც დაფარავდეთ საქართველოს დასიკები ზაბრასალი გრუზიო გეზერაშვილი ამბობს ესე გეზერაშვილის ის არის მე მახსოვს თავის თომაზე ეცნა რომ ბიჭო ეს შესყიდვები სამხედრო რაღაცა და მან თქვა ეხლა როგორიც არის დონე მოგეხსენებათ და ეს ჩანაწერები მის ნარკო მეგობრებთან საუბრები ეს ყველაფერი გამოქვეყნდა მაშინ როცა დაენიშნა ესე და მან თქვა რა ვქნა სპეციალისტები ყავს გეგმის შედგენა შეიძლებოდა შედრებით იაფის და კარგი შერჩევა შეიძლებოდა მაგრამ მიშასთან ხო იცით როგორ არის დილით დამირეკავს რაღაც სამხედრო ჟურნალში უნახავს რაღაცა ეხლა ეს იყიდე და თან მაშინაც უნდა დაიწყო განხორციელება საღამოს მირეკავს არა ის გააჩერა არ მინდა აი ეხლა ვნახე უფრო მაგარი რაღაცა ეხლა ეს იყიდეო ასე დღეში ვარ ხო იცით ვიცითო ყველა ეთანხმებოდა რომ ვიცით მიშა როგორიც არის და აი ამ დღეში ვართო ხო ეხლა სხვა საქმეა რომ გახდა მილიარდერი იმიტომ რომ გახდა მოლარე ნაცმოძრაობისა მილიარდ ნახევარი რიცხებოდა მის ანგარიშზე როცა საფრანგეთში დააკავეს და სააკაშვილი ოლანდს ღია წერილი მიწერა ყველა შეუძლია გაეცნოს ჩვენი პარტიის ძირითადი დამფინანსებელი გთხოვთ ამის გამო გაუშვათ კიდევაც დარბაზიდან გაუშვეს პარიზში გეზერაშვილი და მე სულ არ მიკვირს მე რომ მეკითხებოდა რა BBC-ის იმ კვლევის შედეგად ეხლა ხო არა მეთქი ამ ძალის ადამიანებს რომელთა უკან ნამდვილი მაფია დგას თუ იარაღის თუ ნარკოტიკის თუ ეს კოლები რო წამოვიდა ხო ასე ვერ წააქცევენ იქეთ უჩივლებს ვისაც გინდა იმას ლონდონში ცხოვრობს თავის უძვირეს სასახლეში და არის მე მგონი ძალიან კარგად გეზერაშვილი ჯერჯერობით ეს მაგრამ აი ეს იყო გამოუგნებელი რა რომ შვიდობაც და ომიც არის ისრაელის ხელში ანუ გადააბრალა ესე გამოვიდა ნუ ესე იგი ეს არის სრულიად არაადეკვატური გამონათქვამი პრეზიდენტისა რომელიც აი ქვეყანა უკვე ომშია ჩაბული რატომ იმიტომ რომ შემოსულები არიან ეს ნაწილი ისრაელი მაგიტომაც გაიმიჯნა აბსოლუტურად ესრაელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ და აი სტრატფორდის 5 აგვისტოს განცხადება ეს სტატიასაც ესე ერქვა რომ რუსეთის მოთხოვნით ისრაელმა გააჩერა საქართველოსთვის თანამშრომლობა ესე გამოდიოდა ანუ აზერბაიჯანთან არ გაუჩერებია პირიქით აზერბაიჯანთან აბსოლუტ პოზიტიური როლი შეასრულა
დრონები იქნებოდა თუ სხვა სისტემები. ხო, აზერბაიჯანმა მიიღო ისეთი დრონები, რომელიც იმ მომენტში არც ამერიკას არ ჰქონდა. რუსეთზე ლაპარაკი არ არის. საინტერესო რა არის, შემდეგ ფუჭდება ურთიერთობა სააკაშვილის ბიზნესმენებთან, აი ბიზნესმენების საკითხი, ებრაელი ბიზნესმენების საკითხი. საერთოდ რა მოხდა მან, რატომ მოხდა ეგეთი დემონსტრირებული დაჭერები? ეს ვიცი დეტალურად და მაშინაც მაგ ინტერვიუები მიცემული, მაგრამ ცხადი არ გაუშვეს. უნდა და სულ სხვანაირად ვიდრე რეალობა იყო, დაეხატათ და გამოგზავნეს ეს რუსთავის ორის ხალხი და რაღაც. სიგუამ მოაწერა რაღაცაზე ხელი. სიგუამ, როცა პრემიერი იყო. როცა არავითარი ბაზა და არაფერი არ იყო ჯერ კიდევ და აი ეს ბიზნესმენები მაშინ ჩამოდიოდა და იქედან წამოვიდა. იცდიდნენ, როცა უკვე ხელშეკრულება იდიოდა დადებული იყო კონსორციუმთან, მოგეხსენებათ ბაქოსოვსა და ასე, მაშინ წამოყვეს თავი. ჩვენ ყავდა ძლიერი იურისტები და ვიქირავეთ კიდევაც და მიმახსოვს თედონიძემაც თქვა მაშინაც რომ ეს წასაგების საქმე არ არის, ჩვენი პოზიცია მყარია. და გრძელდებოდა და იოტისოდანაც არ თმობდით და არც არავინ არ აპირებდა გადახდას. გამორიცხული იყო. პოზიცია იყო მყარი. აგერ ლონდონის არბიტრაჟი, აგერ სადაც გინდა მიმართე, პოზიცია არის მყარი. დაჭერა რა თქმა უნდა. ატკატი. შნობილი ამბავი ესე იგი ხო იცოდით რომ ალბათ გაგეგოთ, ხო? ეს არასა ეგრეთ წოდებულ რუსული სიტყვა ატკატი. ანუ იმ ფულისგან ნაცების ეგრეთ წოდებულ აფშაქში ფულის შეტანა. ამაზე ლაპარაკი იყო სოლში, მე რა თქმა უნდა არ მაქვს პირდაპირ საბუთი, მაგრამ ირვი საბუთი რომ სრულიად წაუგებელი საქმე ასე წარმართეს, ჯერ დააპატიმრეს სკანდალი. გახსოვთ ეს სკანდალი რადონისა? კი, საერთაშორისო და ვინ ჩამოდიოდა აქ ისრაელიდან და ისრაელის მდგომარეობა და ასე შემდეგ და მე აი ეს კომპრომისი და მე უკვე საქართველოს იხდის ამ 90 მილიონ დოლარს თუ რამდენიც იყო. საქართველოს გადაიხადა ეს. და მე დაიწყო საგორება რომ ამაზე ხო ჯერ კისინჯერმა დაურეკა ელაპარაკა როცა ჩამოსული იყო საქართველოში მას რა ქვია შევარდნაძეს და მადინ ოლბრაიტმა ხო დარეკა და ასე შემდეგ. კი ბატონო ოლბრაიტმაც დარეკა, კისინჯერიც ელაპარაკა, ამას ვადასტურებ, მაგრამ ლაპარაკი იყო როგორი? რომ ჩვენ გამოვთქვათ იმედს, რომ რა კითხვა ნახავთ პრეზიდენტი, დიდად პატივსაცემი პიროვნება, იმედს რომ ყველაფერი წარიმართება საქართველოში კანონის უზენაესობის ფარგლებში. ხო, არა, დამნაშავედ ცნეს და 2011 წელს მერე სააკაშვილმა შეიწყალა ეს. შეიწყალა და შემდეგ უკვე ეს ფულის საქართველოს ეს ფული გადაიხადა, არ მგონია შემეშალოს ეს ეწერა. ეს ფული გადახდილ იქნა. და კიდევ ერთი ის მნიშვნელოვანი მომენტია, აი მაგალითად აი რაც ორივე ქვეყანას ეხება. ესა 2012 წელს, როდესაც ისრაელის საელჩოს მანქანაზე ესე იგი ნაღები იპოვეს, ბომბი იყო ჩამონტაჟებული და მოსადმა იმან განაცხადა, რომ ირანელების გაკეთებული იყო ეს საქართველოს ტერიტორიაზე. ესე იგი ეს მართლა ირანელი იყო თუ რაღაცა საქართველოს ფაქტორი რაღაცა პასუხი იყო ამაზე. ნამდვილად აქ თითქმის ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა, რომ ამათი ხელწერა იყო მერაბიშვილის, სააკაშვილის განსაკუთრებით მადეიშვილი თავის ფუნქციას ასრულებდა, ხელწერა იყო აი ესეთი რაღაცების იმიტაციისა სულ. ეს ხდებოდა. ამიტომ რასაც ქვია გონივრული საფუძველი არსოვს, დასაბუთების საფუძველი არსოვს, ეჭვის ამ შემთხვევაში, რომ ესაც ასე იქნებოდა. აკეთებდნენ ამას. ერთ და იგივე ვთქვათ ადამიანს, რომელიც მე რეგულარულად მიდიოდა ციხეში, ვინმე ნინო აგვარად, რომელიც ადრე უშიშროებაში მუშაობდა გიორგაძის დროს, ესე იგი მავთულებით, დინამიტებით მიემართებოდა ხოლმე რაღაცა თავდასამისვრად ასაფეთქებლად. რა არის ან თქვენ მაინც მიგაშენოთ ეს შიდა პროვოკაციული საკითხი შეიძლება. დიდი ალბათობით, მე ამაზე მეც ვერ ვიტყვი. კი ბატონო. დიდი ალბათობით. ანდა ესე თქვა, გადავიდეთ ეს საკითხზე. ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ეს 21 წლიდან დღემდე, 20 წელს შეკრულება მოეწერა საქართველოსა და ისრაელს შორის, სადაც ქართველებს ლეგალურად შეუძლათ დასაქმება ისრაელში, მაგრამ ამას ჰქონდა მეორე მხარეც.
სადღაც 40 მილიონამდე არის უკვე ჩადებული ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ ქართულ უძრავ ქონებას და ძირითადად ჩვენები ებრაელები. ხო და იქ ინტერესი საქართველოს ეკონომიკაში რომ ჩაიდოს და ისეთ უძრავ ქონებაში და ესეთ მიმართულებაში. ებრაელების წილი საკმაოდ დიდია. ეს ამას რას უკავშირებთ? არის აქ ამას რაღაც ისეთი გათვლა რომ მათი გავლენები გაიზრდება თუ ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი ინვესტიცია. სტაბილურობა, შემესაც სტაბილურობა, რომელიც იზიდავს პლუს ის რომ იგრძნოს საოცრად იცავენ ტრადიციებს. არავის ეწყინოს, მაგრამ ბევრი ეთნიკურად ქართველი ემიგრანტი ვერ ინარჩუნებს ენას უკვე თუნდაც პირველ თაობაში და მე რო ჩავიდი 90 წელს მე დავინახე რას ნიშნავს ქართველი ებრაელების დიასპორა. ქართულად ლაპარაკობ. ქართულად ლაპარაკი შეხვედრების ხოლმე ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემა. ეს ყველაფერი არის და აი ფილმში მერაბ ოქშაშვილის ფილმში ეს არის ძალიან ძლიერი სიუჟეტი, როცა იბარებენ ამ ებრაელ ნამდვილი ამბავია კაცს კგბ-ში და გამოკითხვა და რადგინდა საქართველოში რა გაკლია, რატომ გინდა, რატომ შემოიტანეს განცხადება რომ გინდა წახვიდე. და ეს კაცი ამბობს, მე როგორც ქართველებს მე მინდა ჩავიდე დედა სამშობლოში ისტორიულში იერუსალიმში, მინდა ჩავიდე და აი იქ მე უნდა შევქნა სკვერი. იმ სკვერში უნდა დავდგა შოთა რუსთაველის ძეგლი. და ამას უნდა დაერქვა შოთა რუსთაველის სახელი. აი ჩემი მიზანი. მაგარი. და ეს კგბ-ს ოფიცერი ლამის ატირდა იქა და გააკეთა ამ კაცმა ეს ამბავი. მაგარია. სვებთან. მოდით, შევაჯამოთ. ეხლა თანამედროვეზე გადავიდეთ და მოკლედ რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა მიმდინარეობს აი ამ ორ ქვეყანას შორის ომი, პრინციპში ომია. სამხედრო ოპერაცია შეიძლება დავარქვათ, მაგრამ რეალურად ომია. და საბედნიეროს ჯერჯერობით რეგიონში ორი ქვეყანას, სადაც ირანმა არ ესრულა რაკეტები, ესაა სომხეთი და საქართველო. დიახ. ეს ამ დიდი მნიშვნელოვანი მიღწევაა. და მეორე, ანუ არც ისრაელი როარ გადავიმტეროთ ესე ვთქვათ. და არც ირანი. აი რა უნდა ვქნათ და მოგწონთ თუ არა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. ეს მეტად რთული საკითხია. მე მოგიხსენებათ, შემთხვევით არ იყო რომ აი არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გავწევრიანდი ერთიან ნეიტრალურ საქართველოში, რომ მთლიანად ვიზიარებ აი ამ პოზიციას, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და საერთაშორისო ცნობა მეტად ძნელია, წლები უნდა ხოლმე ამას. მაგრამ ნეიტრალური პოლიტიკის გატარება შეიძლება დღესვე აქვე და აქ. და ამას ბოლო დროს ახერხებენ. აი ნახეთ განცხადებები, როცა ეს ოპერაცია და რეალურად ომი დაიწყო. სამძიმარი ირანელ ხალხს, მათ შორის აუცილებელი და ძალიან სწორი, რომ უზენაესი ლიდერი დაიღუპა. ესმით? მაგაზე გააკრიტიკეს ჩვენმა ოპოზიციამ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი თქვათ სწორია სტივენ კოტკინი გამოჩენილი ამერიკელი ისტორიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ მაშინ როცა ეს არ დაიწყებოდა, რომ დაახლოებით 20% არის ნამდვილი მხარდაჭერი რეჟიმისა, მოსახლეობის და დანარჩენი 80% არ არის მხარდაჭერი და ზოგი არის იმდენად რომ ქუჩაში გადის და მზად არის შეაკვდეს, რაც მოხდა კიდევაც იანვარში, ხო? ეხლა ცოტა სიტუაცია შეცვლილია. მაგრამ ერთი მეორესეთი 20% რო იყოს, რამდენია? 18 მილიონი ხო არ არის? 18 მილიონი ადამიანია. ვინც თავისი რწმენის გამო ამას განიცდის სულ სხვანაირად. მე ქერიმ საჯადპურს არავინ არ დააბრალებს პრო აიათოლობას. რამდენი ხანია წასულია, გამოჩენილი ირანისტია, ცხოვრობს ამერიკაში, კარნეგი ფაუნდეიშნში. მან თქვა, რამდენიმე დღით ადრე მე მომვიდა ცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეიმ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწიროს ამ დაბომბვეს და გახდეს მართირანო წამებული და რა ქნა აიათოლა ხომ ბუნკერიდან გამოვიდა. გამოვიდა და ისე. დაჯდა რეზიდენციაში მას მისი რძალი და შვილიშვილი ახლდნენ. ვაჟიშვილი არა, ვაჟიშვილს აუგზავნა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ახლა ვაჟიშვილი არჩეული. ხო? ესე და დაბომბას შეეწირა ყველა. მთელი ოჯახი. რატომ? ამით ასე რომ ეს იყო საჭირო და სავალდებულო და სწორედ აი ესეთ რაღაცას აქვს იმხელა დიდი მნიშვნელობა, რომ ბარემ ნებისმიერ
ჰაერსაწინააღმდეგოს უფრო დაგიცავს. თელ-ავივი დაიცვა, ვერ დაიცვა. აი ბოლო რაკეტა რო ჩამოვარდა ბალისტიკური. ვერ დაიცვა და ფაქტია რომ დიდი მსხვერპლი უკვე არის. თელ-ავივში ნახეთ ფოტოები? კი, ცნობილი. 15 ნაწილად დაიშალა ეს გაყოფადი კობინები რომ არის ეგრეთ წოდებული ქართულად როგორ თქვა არ ვიცი და დაიშალა და დაიბომბა. თელ-ავივი რომელსაც აქვს სოფლიოში ყველაზე ძლიერი დაცვა საჰაერო ეს რკინის თაღი და ასე შემდეგ ხო ვერ დაიცვა. თელ-ავივი და სხვა შორის რაკეტებს ეწერა იყო გავიდა ფოტო შენი ბრძანებით ვაკეთებთ სეით ასე მიმართავენ ახალ აიათალას. აირჩიეს თუ არა პირველი ბრძანება დაბომბეთ ბალისტიკური რაკეტებით ისრაელი. და შედეგიც არის. მე არ ვამბობ რომ ეს დიდი შედეგია. მე ვერ შევადარებ იმ შედეგს ისრაელმა მიაღწია აი ამ ომის დროს. 12 დღიანი კიდე ცალკე ამ ომის დროსაც მიაღწიეს. ამერიკასთან ერთად 3000-ზე მეტი სამიზნე განადგურებულია მთლიანად. მთლიანად მათთვის თქვათ არის უსაფრთხო. ვერტფერები დაფრინავენ ახლა ირანის თავს. და არაფერი არ ემუქრებათ, მაგრამ ბალისტიკური რაკეტები და სხვა რაკეტები ჯერ კიდევ არის, რომელიც ასე ვთქვათ თვითნავზე არ არის, მაგრამ აი შორს მომავალი არის. ელოდებით უფრო ისა გაუარესებს, მაგალითად დევნილების ნაკადს, მაგალითად უფრო ისეთ სიტუაციას, რომელიც შეიძლება ძიმე ეკონომიკური სიტუაცია გამოიწვიოს. ელოდებით ამ ეკოლოგიურ და მოდის ჰუმანიტარულ კატასტროფას. ნუ იქ ბინძურბურგზეც არის მე მგონი საუბარი რაღაც იქ ხმები გავრცელდა. ის რომ დევნილები ჩვენთან წამოვლენ, ის რომ ეკონომიკური საკითხი ალბათ ნახავდით რომ ნავთობის ფასმა აიწია, ხო? აი პრინციპში ის რომ ცხოვრება ცოტა გაძვირდება, ცოტა არასაგრძნობლად ალბათ ჩვენ შეგვეხება ეს. იცით $100-მდე აიწია ფასმა, ეს არის არანახური ზრდა. ბოლო წლების განმავლობაში 80 იყო და 120 და 1.5-ჯერ 6-7% დიზდად ითვლებოდა და აქ 1.5-ჯერ. ეს არ დარჩება ასე. დღეს მუშაობა მიმდინარეობს, გამოვიდნენ ძალიან ცნობილი ექსპერტები, რომ დაბალანსდება მიუხედავად ჰორმუზის ჩაკეტვისა. ასე იგი, რა თქმა უნდა, ვერ დაუბრუნდება ნიშნულს, მაგრამ რა თქმა უნდა, ზომებს ებულობენ. აგერ ტრამპმა ინდოეთს მისანება იყიდეთ რუსული ნავთობიო, აგერ რუსეთის სანქციების შერბილებაზე ელაპარაკი, მათ შორის ევროპა და სხვა. ესე ხდება. ეს ყველაფერი სრულიად მოლოდნელად და ზოგიერთი წელს რომ ჯერჯერობით ერთადერთი მოგებული ამაში არის ჯერ რუსეთი. რაც კი ხდება ამ ომში. თუ ცოტა დრო არის გეტყვით რომ ტრამპის გამოცხადებული მიზანი 28 თებერვალს რო ელაპარაკა გვიან ღამით როცა მთელ ამერიკას ეძინა რომ ესე იგი ამ ომის მიზანია ის რომ განადგურდეს აიათოლების რეჟიმი მთლიანად შემდეგ რომ მთლიანად განადგურდეს ისლამის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ან კაპიტულაცია მოახდინოს და მესამე აღმოიფხვრა საბოლოოდ ბირთვული პროგრამა. მაშინ ხო თქვა რომ აღმოიფხვრა შარშან ივნისში, მაგრამ ეხლა თორმე აღუფრილი კი არა, თორმე ერთ კვირაში მზადდებოდა მისი თქმით. ნუ ეხლა ბოლო მისი განცხადება საერთოდ ვერ ბედავენ კომენტარსაც კი, როცა თქვა მე დავნიშნავ ახალ აიათოლას, აი როგორც მადუროს შემდეგ იმ ქალს მოველაპარაკე და მე დავნიშნე ის ქალი, რომ ასე უნდა დავნიშნო მე. მანამდე გახსოვთ მის წინადადება, რომ მე მზად ვარ მოველაპარაკო ამ ექსპერტთა საბჭოთან რაც არის, ხო? და მე დავნიშნავ, არ გამოდის ეს ამბავი, სერბიულად რო ვთქვათ. ესე არ გამოვიდა არც ერთი ის. ლაპარაკი რაზეა? რომ რაკი რეჟიმის ცვლილება ჩანდა გარდაუვარი ყოველგვარი ომების გარეშე. ვინაიდან ეკონომიკა ჯერ კიდევ შარშანდელი ივნისის ომამდე შევიდა სულ ჩიხში. ჰიპერინფლაციამ რეალის მიმართ მიაღწია კუპონიზაციის ხარისხი რო იყო ჩვენთან მილიონობით რეალი ღირს $1 ამერიკისა. ირანის დიდ რეგიონებში და პროვინციებში განსაკუთრებით უშუქობა და უწყლობა რეგულარული რამ არის. შესაბამისად თუ ხელფასობა, თუმცა ეს ელიტარული ქვედანაყოფები ხებულობენ ხელფას სხვანაირად, დოლარების ეკვივალენტი და ასე შემდეგ, მათ ეს არ ეხებათ. ესენი შენარჩუნებულია, რაც ძალიან ოპოზიციაში არც ერთი შეარაღებული ფორმირება არ არსებობს, ამიტომ არის ქურთებზე ლაპარაკი და არც არავითარი ორგანიზაცია, გარდა რეზა ფეხლევისა, რომელიც არის საზღვარგარეთ და რომელსაც დიდი მრევლი ყავს.
ერთი დაუძახა 14 თებერვალს გლობალური აქციის დღე ჩავატარო და ტორონტოში 450,000 ირანელი შეიკრიბა. ჩავიდნენ ავტობუსებით, თვითმფრინავებით, რკინიგზებით, სან-ფრანცისკოში ჩატარდა მიუნხენში ვეებერთელა დემონსტრაცია, რომ რეზა ფეხლები გვინდა. და მონარქისტული დროშებით არის. ხალხი იმიტომ გავიდა ისევ საპროტესტო და 13 იანვარს ხო გახსოვთ, როცა ტრამპმა თქვა, არ დაბრუნდეთ სახლებში. ახლა აიღეთ სამთავრობო დაწესებულებები აიღეთ იერიშითა. გახსოვდეთ სულ ახლოს არის დახმარება გზაში ახლოს არის და გავიდნენ. და ორ დღეში დავხვით 25,000 ადამიანი დაიხვეწა. ამ შეფასებით. ეხლაც გავლენ. მაგრამ ლაპარაკი არაზე. ყველა წამყვანი ექსპერტი ვალი ნასრი იქნება ეს თუ საჯად პური ეს ქერიმი თუ სხვები ამბობენ რომ გარდოვალი იქნება სამოქალაქო მასშტაბური ომი ირანში. სანაერად ის რომ უცებ გაიხლიჩოს ეს კორპუსი გადავიდეს რაღაცა ხალხის მხარეს და თქვას რომ გვეშლებოდა რომ ემსახურებოდით ეს ნაკლებად მოსაოდნელია ბევრად. და სამჯერა მაგ ვერსიის სიმართლე გითხრათ. მე მგონია რომ თუ ეხლა აი ამ კონფლიქტში ამერიკა ვერ მიაღწევს საწადელს შეიძლება რეჟიმი არ თუ არ დასუსტოს პირიქით, აბსოლუტურად პირიქით მოხდეს ეს შეიძლება ამაზე რესურსი არ არის. ნუ რესურსი არის ის რომ ეხლა თეირანი იწვის ნავთობის დინარეებია ქუჩებში დაბომბეს ნავთობის რეზერვები ვეებერთელა თეირანის სასკვერთ შემოგარენში და ირანი ეს ნავთობი თან იწვის თან მოედინება მდინარეებად. დღისით იყო სიბნელე როგორც ღამით. ამ ერთადერთი განათება იყო ეს არის აი ჯოჯოხეთს ადარებენ რაც ხდება. ისრაელი ბომბავს და ბომბავს. მეთოდულად მიზანდასახულად და თავის მიზანს რომ მაქსიმალურად დაასუსტოს ირანი რომ ვეღარ გაბედოს შემდგომში კაი ხანი მაინც, იმიტომ რომ ამ რაკეტებს სჭირდება სიმძლავრეები ახალი, დანადგარები ახალი. დანადგარებს ბომბავენ, ქარხნებს ბომბავენ, ინფრასტრუქტურას ბომბავენ მთლიანად, სამხედრო ინფრასტრუქტურას და მრეწველობას. და ბომბავენ სხვას, ასე რომ მე მიჭირს თქმა, მე რა თქმა უნდა, რასაც ვკითხულობ სხვა ენაზე, იმას ყვები, მე სხვა რა უნდა ვიცოდე. როგორც ვაკვირდები, პოსტსკრიპტუმ უნდა ვიმოქმედოთ. კი. და არავითარ შემთხვევაში არა წინსრებად. რა თქმა უნდა, არა წინსრებით პოსტსკრიპტუმ, მაგრამ აი ის რომ გზა არჩეულია სწორი, მე პირდაპირ გეტყვით, აი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, აქ რომ შემოვიდეს დიდი ნაკადი ტოლების არ ამგონია. აი მაინც და მაინც ჩვენთან რომ შემოვიდეს დიდი ნაკადი ტოლების არ ამგონია. მოგიხსენებათ ჩვენ ვართ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ეს არის ის ორი ერი და სახელმწიფო, რაზეც ერდოღანმა ღიად არაერთხელ თქვა, ერთი ხალხი ვართ ორ სახელმწიფოში. თქვა და დაასაბოთა 2020 წელს ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტით და მან ჩაიბარა ალიევთან ერთად სამხედრო აღლომი ბაქოში თუ გახსოვთ. კი. ეს სხვა რაღაცაშია. აქეთ კიდე რუსული ორი ბაზა დგას სამხედრო. ესმით, აი ესეთი საინტერესო კონფიგურაცია, რომელმაც შეიძლება ამ შემთხვევაში სწორედ ითამაშოს თავისი როლი მრავალმხრივ და მათ შორის სამხრივაც. ოღონდ საჭიროა ზუსტი აწონილი და აი ესეთი ნეიტრალური სწორი გაგებით პოლიტიკის გატარება. ის რომ გამოდიან ადამიანები არც უნდა მიუშვა წესით, მაგრამ აი ვითომ ექსპერტები და სხვები და ნეიტრალიტეტი არასოდეს არ დაგიცავს. ასეთ სიტუაციაში როცა ნეიტრალიტეტმა ზუსტად დაგვიცვა ახლა. კი, არ დაგიცავს არა. პირიქით, იქ სადაც ბაზები იყო, ემირატები იქნებოდა თუ სხვა, ის დაიბომბა და კოლექტიური მოκუჩეები გამოდიან და ერთადერთი უსაფრთხოება საქართველოსი არის ძალიან სასაცილო, მაგრამ უნდა შევიკავე თავი და თქვა, ეს არის ევროკავშირში საქართველოს შესვლა. გესმით, რომ ევროკავშირში შესვლა ჯერ რომ არავინ არ მიგიღებს. ეგ უკაც საკითხია ევროკავშირის. დიდი მადლობა ბატონო. ჩვენ ვისაუბრეთ ირან ქართულ და ისრაელ ქართულ ურთიერთობებზე, მოვედით თანამედროვეებამდე და პრინციპში აი ეს დინამიკა ჩემთვის საინტერესო იყო, როგორ ვითარდებოდა ეს ქართული ურთიერთობები, როგორ შეიძლება განვითარდეს. რა თქმა უნდა, თვითონ გეოპოლიტიკურად, კულტურულად, საკმაოდ ბევრი რამე გვაქვს საერთო, ისტორიულად განსაკუთრებით, ორივე ერთთან
და ჩვენი რაღაც ესეთი პოლიტიკით, ნეიტრალური და მოზომილი პოლიტიკით, სწორედ ვახერხებთ იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქვეყანა ვართ, ის რომ ისრაელის მოქალაქეები საკმაოდ ინტენსიურად დებენ ჩვენ უძრავ ქონებაში ფინანსებს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სწორედ ისინიც აქ უფრო დაცულად გრძნობენ თავს, ვიდრე სხვაგან. ამიტომ აი ეს პოლიტიკა, ნეიტრალიტეტის პოლიტიკა აბსოლუტურად არის მხარდაჭერილი ქართულ საზოგადოების მიერ და ჩვენ მიერაც ასევე პირადად მეც ამას საუბრობ, რომ ჩვენ უნდა ეხლა სწორედ დავიცვათ ეს ბალანსი. მინდა გთხოვოთ დახმარება, ეს დახმარება დაკავშირებულია დალაიქებასთან და გაზიარებასთან. გთხოვთ რომ გააზიაროთ ვიდეო, თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, და დაგვეხმაროთ იმაში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ეს. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.